მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიტყობთ დიდ გადაცემას. ბატონი გიორგი სოსიაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი, დღეს ჩვენთან სტუმრად. ბატონო გიორგი, გახსოვთ წინა საუბრისას მე ვითხოვდი და თხოვდით როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს გამკაცრებას, ზომების, მიდგომების და თითქოს გვისმინაო. ვერთმა იქნება თუ ვინმე, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს ჩვენი საუბრის შემდეგ კი არ მოხდა, ეს გარდაუვალი იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალ ხალხს დაუჯერა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს და ადამიანები მე მგონი უბრალოდ ვირიშვილები ზოგი დააჯარიმა აი ერთ-ერთი ვირიშვილი ხა ნიკა გვარამია სადღაც გადაკეტეს ციხეში არა ოღონდ მე მგონს ვიტყვი რომ ციხეში არ ზის და ზოგადად წესრიგის აღდგენისკენ და სიმშვიდის აღდგენისკენ იღწვის კარგია ეს, რა სიტყვით, როგორ შეაფასებთ? ხანერად ვერ შეაფასებთ რა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის. მე წინა გადაცემაში ვახსენე და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ სახელმწიფოს გააჩნია თავისი მოქმედების წესები. სახელმწიფო მოქმედებს კანონებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს გადატრიალებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე ბუნებრივია მას ჯეროვანი, ასე ვთქვათ, პასუხი გაეცემა სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში ყველა არის თანასწორუფლებიანი კანონთან, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები ადამიანები. რაც შეეხება ამ ბოლო პერიოდში თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორი ზიზღის კამპანია არსებობდა, როგორი გაუთავებელი ზიზღის კამპანია და წაქეზებული ზიზღის კამპანია. ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად და ღიად ისაუბრა. ნათლად წარმოაჩინა ჩვენს ქვეყანაში ჩათესილია ზიზღი და ეს საშინელი ამბავი, ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამბავი, რომელიც უკანაც ეს ბნელი ძალები იდგნენ, მათ შორის არ მომირიდება ამისი თქმა, ევროპელი ბიუროკრატებიც, რომლებიც აქეზებდნენ აი ამ ზიზღის კამპანიას, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, დაპირისპირებას, ქართველზე წაკიდებას და აი შედეგი ჩვენ ვიხილეთ, რომ ქუჩაში ადამიანებზე თავდასხმები, მივარდნები მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ადამიანების დაბულინგება მარიამ ლაშხის მაგალითს გულისხმობ და ასე შემდეგ. ეს მიუღებელია. ასეთ სახელმწიფოში ჩვენი საზოგადოებას ბუნებრივია არ აქვს სურვილი რომ ასე გააგრძელოს და საზოგადოება ყოველთვის ითხოვს ამას რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ევროპის განვითარებული სახელმწიფოები მოიხსენებათ, სადაც ასეთი ბულინგი, ასეთი შეურაცხყოფელი განცხადებები მათ შორის სახელმწიფო მოხელეების მიმართ, საჯარო მოხელეების მიმართ კანონით იჯება და აქ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელები არ მოქმედებს. აქ არის საუბარი სისხლის სამართლებრივ დევნაზე ამ ადამიანების. და ეს ღიად იქნა გაცხადებული. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კამპანიას გააგრძელებს, აქ საუბარი არ არის რაღაცა კრიტიკული აზრის დახშობაზე და კრიტიკული აზრის აკრძალვაზე და საზოგადოებას შემოიტანეს სტეი ნარატივი, რომ თითქოს რაღაცები იკრძალება სოციალურ ქსელებში ადამიანის მოსაზრების აზრის გამოხატვა არ არის. თქმა უნდა, ბუნებრივია, ოჯახების დაბულინგება, ოჯახებზე თავდასხმა, ოჯახის წევრების შეურაცხყოფა და ადამიანების ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა, ეს რას ნიშნავს და ამაში უნდა ჩაერთოს თუ არა სახელმწიფო. სახელმწიფო თითოეული მოქალაქის უფლებებს იცავს და დაიცავს კიდევაც ბუნებრივია და ამ შემთხვევაში როგორც თქვენ ახსენეთ, ეს რეაგირება იქნება მყისიერი და ეს კანონი ამოქმედება. ეხლა მაინც ისე არ გაგიშვებთ, რომ მოთხოვნები და თხოვნები არ ქონდეს. თქვენ იცით, პროკურატურა ამას სწავლობს. ჩვენს ჟურნალისტზე და გადამღებ ჯგუფზე და ოპერატორზე თავდასხმის ამბავი. ეს მოხდა სასამართლოსთან აი ამ ვირიშვილებმა არა მარტო სიტყვიერად, არამედ მუჯლუგუნებითაც შეაწუხეს ჩვენი ძალიან კარგი გოგო, ჟურნალისტი და ოპერატორი. დედის გინება ეგ უკვე გავლილი ეტაპია. ჩვენ გვინდა პირდაპირ აი მოთხოვნას ვაყენებ აგერ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლად. ჩვენ გვინდა რომ იმ კანონში, რომელიც არის ბულინგის წინააღმდეგ შევიდეს შემდეგი სტრიქონი, რომ ეს კანონი ვრცელდება სამსახურებული დავალების შესრულებისას ჟურნალისტებზეც. ოღონდ რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ჟურნალისტი იქნება ოპოზიციური თუ პოზიციური, მაგრამ ჟურნალისტები კანონის მიხედვით ბულინგისგან ეს ხელშეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ ყვირილისგან, შეძახილებისგან, შეურაცხყოფებისგან უნდა იყვნენ დაცული. აი ეს არის მოთხოვნა, თხოვნა როგორც გინდათ ისე მიიღეთ. მესმის აბსოლუტურად და დაგიდასტურებთ, რომ მეც ვნახე ეს კადრები, სადაც და მიუღებელია, წარმოუდგენლად მიუღებელია ესეთი ამბავი, როდესაც ჟურნალისტს ხვდებიან ქუჩაში და მე გეტყვით, რომ
ესეთი რადიკალური ჯგუფები, რომელიც აი ამ ზიზღის კამპანიას ესე თესავენ და ესე უხდებიან მოქალაქეებს, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებს და ესე აბულინგებენ, საგანგებოდ იყვნენ შერჩეული ესენი და წლების განმავლობაში ამაზე ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია, მიდიოდა სამზადისი, რომ საგანგებოდ შეერჩიათ ასეთი თავზე ხელაღებული ადამიანები, გაეწუთვნათ, მათ შორის იმ ჩვენს მიერ არაერთ გზის ნახსენები ფრანკლინის კლუბში და სხვა ასეთი უამრავი უჯრედი შეიქმნა აი ამ რევოლუციური სცენარების სამზადისში, რომ ესე იგი ეს დივერსიული ჯგუფები მომზადებულიყო და ასეთ თავდასხმების ციკლი ყოფილიყო ქვეყანაში და ეს უნებრივია საზოგადოების პოლარიზაცია რას ემსახურება და რა არის მთავარი მიზანი, რომ ტემპერატურა აწიონ, რაღაცა ქვეყანაში დათესონ ესეთი არეულობა, რაღაცა გარკვეული ესე თქვა დაუცველობის განცდა შეიტანონ ადამიანებში და ეს იყო მათი მთავარი მიზანი, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი სახელმწიფო როგორც არასდროს მინდა ხაზი გაუსვა, ისეა მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ვარ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს თავისი კანონმდებლობით, ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და მიღებული კანონებით და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ რამეს ჩვენ არ და ვერავითად. აი, თხოვნაზე მეთანხმებით. უნებრივია თქვენ ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია დააყენოს ინიციატივა, ვიმსჯელოთ ამაზე, დისკუსია გავმართოთ და ამაზე ეს დისკუსიის საგანი შეიძლება გახდეს კონკრეტული შემთხვევები, რა შემთხვევასაც თქვენ გულისხმობთ, ეს მიუღებელია ჩემთვის როგორც არა მხოლოდ როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრისთვის, არამედ როგორც რიგითი მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ნორმა 21 საუკუნეში ადამიანს ქუჩაში ხვდებიან, გლანძღავენ, ოჯახს გიხსენებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ და ყველას გვარს გადადიან. ამ შემთხვევაში უფლებების და რომელ უფლებებზე აქვს საუბარი? რომელ ევროპულ ღირებულებებზე აქვს საუბარი? როცა იქიდან თავიანთი მფარველი ბიუროკრატები ამას დასცქერიან, მათ საქციელს ლუპით აკვირდებიან და უწონებენ და პირიქით აკეზებენ. ეს არის ევროპული ღირებულებები და ამით უნდა აშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი. ეს ხო კატასტროფაა. იმის მაგივრად რომ მათ მფარველ ზოგიერთ საელჩოებს დაეგმოთ მათი საქციელი, პირიქით ისინი აფინანსებენ მათ ზიზღის კამპანიას და მე მაგალითებსაც გეტყვით ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც ბატონმა შავლომაც გააკეთა შესაბამისი კომენტარები და გეტყვით რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მათ მიერ აღიარება პირდაპირ იმისა, როგორ აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს და ექსტრემიზმს საქართველოში. ეს ექსტრემიზმი რას უკავშირდებოდა, რომ უნდა შემოეტანათ არეულობა, ხალხში უნდა ჩაეთესა და შფოთი ესეთი რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა გაკეთებულიყო, შექმნილიყო, ჯერ გახსოვთ რომ წინასაარჩევნო პერიოდში როგორი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის საელჩომ პირდაპირ მოუწოდა, ესე იგი, როდესაც ელს წაკითხული არა აქვს ვენის კონვენცია, რომელიც პირდაპირ უკრძალავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელების ფათურს და არჩევნების წინა პერიოდში გამოდის და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მათ აზრზე, მათ განწყობებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, ესე იგი შეცვალოს როგორღაც ხელისუფლება და მოიყვანოს მათთვის მართული აგენტურა, რომელსაც ნებისმიერ დაძახილზე, ნებისმიერ ასე თქვა დავალებაზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ყველაფერზე ხელის მომწერია. აი ამასთან გვაქვს საქმე. ისევე როგორც ჩვენ გვახსოვს შვეიცარიის საელჩოს განცხადება ფარას კანონთან დაკავშირებით, რომ თურმე დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და დემოკრატია თურმე დასამარხდა საქართველოში, იგივე ფარას კანონი მოქმედი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე შვედეთის საელჩოს, როცა მათი წარმომადგენელი, მათი ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამ რადიკალებს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებაში. ასეთი მაგალითების ჩამოდნა შეგვიძლია. აღარ ვლაპარაკობ ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე, ხო, როცა ევროკავშირის ელჩი რომელიც უნდა იყოს მაგალითი აი ამ ევროპული ღირებულებების დამკვიდრების საქართველოში ჩვენი სწრაფვა არის შეუქცევადი თავისთავად ცხადეთ თვითონ გახდა ამისი მაგალითი ესე იგი ამ რადიკალიზაციის მოსახლეობაში აი ამ პოლარიზაციის დაპირისპირების ზიზღის კამპანიის გაღვივების ევროკავშირის ელჩმა საუბარი სამარცხვინო ამბავია როდესაც ჩვენ ასეთ საკითხებზე გვიწევს საუბარი ხო მე ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე რომ ევროპა ჩვენთვის არის რაღაცა ძალიან დიდი ღირებულებითი ასე ვთქვათ სამყარო ჩემთვის აღარ არის უკვე უკაცრავად მე ჩემაზეც დავამთავრებ შეიძლება რაც ხდება აღარ არის მესმის მაგრამ ნახეთ აი ეს ღირებულებები ჩვენში და ეს სამყარო და ეს მთელი ეს სისტემა რაც ჩვენ გვესახებოდა და ნამდვილად ესე წარმოგვედგინა აი ამ წარმომადგენლებმა საელჩოების წარმომადგენლებმა ელჩებმა რომლებიც რაღაცა პირდაპირ ხელის ფათურზე არიან გადასულები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩამოუწყრიეს და ამისი ნათელი მაგალითი ევრობარომეტრის კვლევა თქვენ ძალიან კარგად იცით რომ გასულ წელთან შედარებით ჩემნაირების განწყობას აღნიშნავს ნახეთ როგორი რაღაცაა ჩემთვის მაგალითად როგორც ქართული ქრისტიანი ადამიანისთვის ევროპეიზაციის გზა დაიწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ როდესაც ჩვენ ავიღეთ სწორება დასავლეთზე ქრისტიანულ სარწმუნოების მიღებით ჩვენ ქრისტიანული ცივილიზაციის თანაშემოქმედნი გავხდით, ხო? ამაშია საქმე.
და რას ხედავთ ახლა ჩვენ რასთანა გვაქვს საქმე? ეს არის ძალიან მიუღებელი ამბავი. მე მგონი მაშინ ქრისტიანული ცივილიზაცია ევროპული საერთოდ არ იყო. არა, ისეთ იყო, რასაც აზიას ვეძახით ახლა ისეთი, იმიტომ რომ მივხვდით მე რა ვიგულისხმებ, ბატონშალო, აი ამ ქრისტიანულ ღირებულებათა. შემდეგ განვითარდა, თორე ბევრი ის ადამიანი, რომელიც ახლა გვიკიჟინებს, ძალიან დიდი ხნის მერე გახდა ქრისტიანი და დღეს დაკარგა ეს ქრისტიანული იმპულსი, დაკარგეს ამ ქვეყნებმა და ევრობარომეტრი რო ახსენეთ, სწორედ ჩემნაირი ხალხების ამბავია. ევრობარომეტრის კვლევაში ახლა აი ეს ყველაფერი ხო ამ კონკრეტული პერსონების ქმედებამ განაპირობა. მე რამდენჯერმე ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ევროპა არ არის გაიგივებული ვინმე მარგუს საკნასთან და თუნდაც შოლცთან რა. ხო, რა ვიცი, ნებისმიერ ვინც ჩვენ ესე გვიტევდნენ კაია კალასი, მარტა კოსი და სანჩესი და რა ვიცი, ადამიანები, რომლებიც ესე იგი ევროპის სახელით ლაპარაკობენ ამხელა უზარმაზარი კულტურის და უზარმაზარი ღირებულებების სისტემის აი ამ სივრცის სახელით გელაპარაკებიან და ისეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, რომ მოსახლეობაში რომელიც ანთებული იყო ევროპულ ოჯახში მისწრაფებით და ეხლაც ესეა ანთებულები ვარ ჩვენი ბუნებრივი ადგილი ეს არის ევროპული ოჯახია მაგრამ ამათმა განცხადებებმა ამათმა უპასუხისმგებლო და ესეთმა სიყალბე და ქართული ხალხის წინააღმდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა 17%-ით შეამცირა წარმოვიდგინეთ ესე იგი ეს დასაწყისია ნდობა ეს საშინელებაა და ამაზე მე ვფიქრობ რომ პასუხი უნდა გაეცეს ევროპელი ლიდერების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ახლა აი ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შევეხები, რაც გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ხო? პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რომელიც არის წესით უნდა იყოს პოლონეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მარშალ იოსებ პილსუდსკის გზის გამგრძელებელი. ხო? მარშალ იოსებ პილსუდსკის არმიაში იბრძოდნენ ქართველი ოფიცრები. მარშალ იოსებ პილსუდსკის უკანასკნელ დღეებში გვერდში უდგნენ ქართველი ოფიცრები და ქართველი მოღვაწეები და მე მინდა გითხრათ რომ უკანასკნელ გზაზე როცა გააცილეს არსებობს გადაღებული ფოტო 1935 წელს სადაც ქართველები არიან იქ და მათ შორის გრიგოლ ფერაძე არის წმინდა ნაჩერაცხული ჩვენი დიდი მოღვაწე აი ამ იოსებ პილსუდსკის მიერ დაწყებული და სხვა ლიდერების მიერ დაწყებული ქართულ-პოლონური ურთიერთობა რომელიც ძალიან ბევრ განზომილებას მოიცავდა აი ამ კაცმა თავისი აი ამ უაზრო განცხადებებით, თავისი ამ გამოხტომით პირდაპირ შემიძლია და მიწასთან გაასწორა. როდესაც გამოვიდა სეიმში გამოსვლა ქონდა მას და როცა ნდობა გამოუცხადეს მას როგორც პრემიერ-მინისტრს და ძალიან დიდი ადგილი დაუთმო რას? რომ ესე იგი მიგრაციული რისკების თავიდან აცილების მიზნით თურმე ჩვენ ლობირებას გაუწევს ქართული საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს რას ნიშნავს? ეს არის ქართული ხალხის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ ადამიანს ელემენტარულად წაკითხული ხო უნდა ქონდეს, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ, როცა კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებზე რაღაცა პრეტენზია გაგაჩნია, ელემენტარული ცოდნა ხო უნდა ქონდეს ამ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის თუნდაც უახლესი ისტორიის რაღაცა ეპიზოდებთან დაკავშირებით, ხო? აი ამითი პირდაპირ ვამბობ, არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობას ემუქრება საფრთხე, არამედ ძალიან ბევრ მიმართულებას, მათ შორის სამეცნიეროსაც და ასე შემდეგ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა, მათ შორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მე ძალიან აქტიური შეხება მქონია ამ ხალხთან, უამრავი ნაშრომი გამოქვეყნებული იქ და დაჯილდოებულიც ვარ მე ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჯილდომა გადმოცემული გრიგოლ ფერაძის პრემია და მე ძალიან გული მტკივა რომ აი ამ ტუსკის გამოსვლაზე იქაურმა ქართველებმა ხმა არ აღიმაღლეს და ქართული ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული მისიას დემარში და მისიას გამოხტომა არ დაგმეს. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცის გაკეთება წარმოუდგენელი ამბავია, ხო? ვიმეორებ და ახლა აღარ ვლაპარაკობ, ახლა ბრიტანეთის ელჩის განცხადება, რომელმაც პირდაპირ აღიარა. ვიმეორებ, წეგან თქვი და კიდე მინდა გავიმეორო, რომ აფინანსებდა რადიკალურ ჯგუფებს, მათ შორის პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს, ჩემო ბატონო, როგორიც არის ტაბულა, რომელიც პირდაპირ არის პროპაგანდისტული მიმართული იქეთკენ რომ ჩაშალოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ბოიკოტირება გააკეთოს ყველაფრის და ქვეყნის აყირავებაზე ორიენტირებულები არიან და ეს საერთო ამ თავისი საიდუმლო ასე ვთქვათ ფინანსებით, იმიტომ რომ ყველაფერი არ არის გამოაშკარებული, ახდენდა აი ამ ორგანიზაციების დაფინანსებას, მათ შორის როგორიც არის ტაბულა და ჩვენ ვიცით ეს ტაბულა რასაც ემსახურება და რა განცხადებებს აკეთებს და როგორი მართლა კედლის გაზეთად გადაიქცა მათი და ასევე მომავლის აკადემია არის ესეთი რომელიც ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახე არის ამ აკადემიაში ჩართული და რამდენჯერმე დააფინანსეს და ასეთი ძალიან ბევრი ორგანიზაციები არსებობენ რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან
მე ბრიტანეთის ელჩს მინდა მოუწოდო თუ უყურებს ამ გადაცემას ან თუ გადასცემენ რომ თბილისში არსებობს ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბრიტანეთის ურთიერთობის უახლეს ისტორიას თუ გადაავლებს თვალს და მე გეტყვით რომ ყველაფრის თავი და თავი აი ამ უაზრო გამოხტომებისაც მათ შორის არის წირი განათლება. როცა ელჩად ინიშნები ამა თუ იმ ქვეყანაში, იმ ქვეყნის ისტორიას უნდა გადაავლო თვალი. უნდა წაიკითხო მისი ასე ვთქვათ ისტორიული გზა. წარმოიდგინეთ რომ საქართველოში მე-20 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა ოლივერ უორდროპმა წიგნი დაწერა ჩვენზე. საქართველოს სამეფოზე წიგნი დაწერა და ბრიტანეთში გამოსცა და მისმა და ვეფხისტყაოსანი ბრიტანელებისთვის გადათარგმნა ინგლისურად, რომ ქართული სამყარო, ქართული უზარმაზარი კულტურა მიეტანა აი ამ ბრიტანელ მკითხველებს. და იმის თქმა მინდა რომ ესე იგი დღეს აი აჩდილიც არ არის დარჩენილი. შეგაწყვეტინებთ, მაგრამ ეს არ შეუშლია ამას ხელი რომ ჩვენ მივეტოვებინეთ კრიტიკულ სიტუაციაში და საქართველოს სომხეთის ომშიც არ დაიკავა კარგი. ბატონშალო, მე პოზიტიურ მომენტებზე ვაკეთებ აქცენტებს, ის რაც უნდა გააკეთოს ელჩმა რაცევალება და არა ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და უხეში ჩარევა ამ საშინაო საქმეებში. ისიც მინდა რომ დღევანდელი ევროპა თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე არა ვარ უმრავლესობის წევრი და ქართული ოცნების წევრი. დღევანდელი ევროპა იმ ევროპას არაფრით არ გავს. არაფრით. ეს არის გარდა რამოდენიმე ევროსკეპტიკური ქვეყნისა, უსამშობლო, უღმერთო, უპრინციპო მესჩანების ბრბო. აი ასე ვიტყვი რა, რომელსაც პრობლემა აქვს საკუთარ ხალხთან. თითქმის ყველა მოწინავე ევროპული ქვეყნის ლიდერშიპს, ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი საკუთარივე საზოგადოებაში. და მათთან ჩვენ საერთო არაფერი არ აქვს. გეტყვით ეხლავე. ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩემთვის არ იგივდება ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პერსონებთან. პერსონები არ არის, ეს პერსონები არ ქმნიან ევროპას. ესენი დროებითი ასე ვთქვათ აი ამ დროში მოქმედი პერსონები არიან და გავა რამდენიმე წელი და ესენი აღარავის აღარ ემახსოვრება და ქართული ევროპული ურთიერთობები რომელიც საუკუნეებს ითვლის შეუულებრივად გაგრძელდება. ევროპის წიაღში და ევროპულ სივრცეში არსებობს უნგრეთიც, არსებობს ვიქტორ ორბანიც, ხო? არსებობენ ჯანსაღი, ფიცოც არსებობს. ჯანსაღი ძალებიც არსებობენ, ვინც ხედავენ ძალიან კარგად რა მდგომარეობაში ჩააგდეს საქართველოს, რომელმაც ხმა აღიმაღლა ამ უსგავსოების წინააღმდეგ. რის გამო? სიმართლის გამო. იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყანა რა კი არ გაწიდა ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რა კი საქართველოში არ დაატრიალა უბედურება და სისხლის ტბორები არ დააყენა უკრაინის მსგავსად, ხო? აი ამის გამო გვებძვიან. ერთადერთი მიზეზი ტუსკის გამოსვლის, ესტონეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების დასანქცირების, ბრიტანეთის ელჩის აი ამ რაღაცა გამოხტომის არ მომერიდება ამისი თქმა და ამ განცხადების პირდაპირ აღიარა ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზეზი ამის შემობატონო არის ის, რომ ჩვენ არ წავედით იმ ინიციატივაზე, რომ საქართველოს გადაედგა მსგავსი ნაბიჯი, რამაც აი ამ უბედურებაში გახვია ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო. ერთადერთი მიზეზი ეს არის. აქ რო ყოფილიყო მათი მართული აგენტურული ძალა, რომელიც ესე ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ეს ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდობის ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და როგორ შეიძლება როცა ახალგაზრდას ასწავლიდა წვთნი იმაში, როგორ ჩამოშალოს სახელმწიფო, როგორ დაარტყას ხელი პოლიციას, როგორ გათელოს ფეხქვეშ სახელმწიფო ინსტიტუტები. აი ამის სწავლებაში რო ფულს ხარჯავენ. აი ამაზეა უბედურება, ამაზეა საუბარი. ამიტომაც ზაკი ჩვენ ამ საკითხებზე არ წავედით, არ დავთანხმდით აი ამ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის შეტანა სკოლებში, რომელიც აბსოლუტურად გაარყვნინდა და დაამახინჯებდა ჩვენს მომავალთაობებს და აბსოლუტურად ქართველის ხსენებად შეიძლება აღარ ყოფილიყო და ცნობიერება დამახინჯებული თაობები შეიძლება შეგვჩენოდა ხელში და ასევე აი ამ ომის ნარატივი, რომელიც გამუდმებით აი მუდმივად მოდიოდა ამაზე ბულინგი და არაერთ გზის თქმულა, ეხლა ახალს არაფერს არ ვამბობ მთელი ამ წლების განმავლობაში და ხედავთ რომ რამდენი წელი გრძელდება და არ დამთავრებულა. აი ამის გამო გავხვდით ჩვენ სამიზნე ამ ბნელი ძალებისა. არა ევროპის, არამედ ევროპელი მოქმედი ზოგიერთი ბიუროკრატის, რომლებიც არიან აი ამ deep state-ის სამსახურში. მათი ხელის ბიჭებად არიან გადაქცეულები. ეხლა მეტი ხელის ბიჭობა რა გინდა, როცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2022 წელს გამოვიდა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე და ვივამედის ბინადრის განცხადება გაახმოვანა, ანუ
გამოდის რომ მისი რუპორია ფაქტობრივად რა, მისი გამხმოვანებელია და ციხიდან მიიწვიეს ესე იგი სახალხო კრების კონგრესზე. ეხლა აქამდე რომ დაეცემა სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო იოსებ პილსუდსკის ქვეყნის დღევანდელი მეთაური, ეხლა რაღაცზე უნდა ილაპარაკო და რაზე უნდა გააკეთო აქცენტი არ ბოლო 20 წელი არ მომწონან. ეგ ზოგიერთი ევროპელები, მაგრამ ეს ჩემი აზრია. მე შემილია ეხლა ეს სხვა კამათის თემა აგიხსნათ ფუნდამენტურად რატო არ მომწონს ევროპა, იმიტომ რომ რაც მე ვთქვი, ქრისტიანობის ევროპის შემაკავშირებელი იყო, გზას გადაუხვიეს უკვე დაახლოებით, რაც აი ცივი ომი რო დასრულდა, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ აი ლიბერალიზმმა რო გაიმარჯვა. აი მაგის მერე მიატოვეს თქვენ ხშირად დადიხართ, მეც ხშირად დავდივართ ევროპაში და რაც იქ ხდება, თვითონ ძირძველი ევროპელები, იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები ძალიან წუხან ამაზე. ემიგრაციის უკონტროლობა, ადაწესების მორყევა და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე ახლა თვითონ მიხედონ თავიანთი თემა. ჩვენ სამაგიეროდ ჩვენს ამ მიგრაციის რისკებზე საუბრობს ბატონი ტუსკი და ამბობს აი თურმე ქართული ხალხი საფრთხეს უქმნის, ესე იგი რაღაცა მიგრაციული რისკები აქვს თურმე ევროპას და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე უნდა სამარცხინო განცხადება პირდაპირ ამბობს და ეხლა ჩვენ ვილაპარაკოთ რეგიონში კიდევ ერთ ხანძარზე, რომელიც აგიზგიზდა, რა ჭკვიანურად იქცევა ქართული ოცნება, იქცევა და მოიქცევა, როდესაც აი როგორც სილას და ქარიბას შორის ისე მიხავს ჩვენი ქვეყანა. ეხლა მეგობრებო, ძალიან ცუდი რამ ხდება, თუ გონია რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, ეს ჩვენ შეგვეხება თუნდაც იმიტომ რომ გაიზარდა ნავთობის ფასი, თუნდაც იმიტომ რომ სულ რაღაც რამოდენიმე ასეულ კილომეტრში არის ჩვენგან ირანი კიდევ ერთი კოცონი აგიზგიზდა და ჩვენ დარწმუნებულია რომ ამ გამოწვევასაც გაუშვებ და აქ მშვიდობა იქნება, მაგრამ ეს აღნიშნოთ ყველა დროში და ყველა სივრცეში ხელისუფლებას ჭირდება ძალიან სწორი პოლიტიკური ნავიგაცია. სწორი პოლიტიკური ნავიგაცია ნიშნავს იმას, რომ კარგად უნდა გაიაზრო შენი მდებარეობა. სად მდებარეობ, ვინ არიან შენი მეზობლები, რა ფუნქცია გაკისრია და როგორ აპირებ მათთან ურთიერთობას და როგორი სტრატეგია გაქვს შემუშავებული. არა იმით, რომ კედელს დაეჯახო და ქვეყანას წაამტრევინო თავპირი და რაღაც უბედურებაში გახვიო, როგორც ეს გააკეთეს თავის დროზე ნაცბანდის წარმომადგენლება და ასეთი ხშირად მიხსენებია წითელი ნაჭრის ფრიალით, ესე იგი ამ უზარმაზარ მონსტრს შეგვაჯახეს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების პოზიცია არის ზედმიწევნით სწორი. სწორად გათვლილი დროში და ძალიან სწორი ნავიგაციით მოძრაობს ჩვენი ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ გარშემო რაც ხდება და ეხლა ბოლო ორ დღეში რა მოვლენები განვითარდა და რა სიტუაცია ტრიალებს ჩვენს მეზობლად ეხლა რამდენიმე ასეული კილომეტრი არის თავრიზამდე, ხო, თბილისიდან. არ არის ძალიან შორი მანძილი და შესაბამისად ძალიან ფრთხილი, ძალიან სწორი, ძალიან გაწონასწორებული პოლიტიკა და დინჯი პოლიტიკა გვმართებს, დაკვირვების პოლიტიკა გვმართებს იმისა, რომ ქვეყანამ აი ამ ბეწვის ხიდზე გაიაროს და საქართველოს დარჩეს ისე, როგორც არის მშვიდობის ოაზისი. ეხლა როცა საუბარი გვაქვს ჩვენ და ხშირად გვაქვს ხოლმე ამაზე ციფრებს ვახსენებთ ხოლმე და ზოგიერთები ამაზე რაღაცა გვაქილიკებენ, რომ ციფრებით ლაპარაკობენ. ეკონომიკური ზრდის ტენდენცია რომ ესეთია. ქვეყანაში რომ ეკონომიკა ვითარდება, გარშემო რა ვითარება იმ ფონზე, ეს რისი დამსახურება. ეკონომიკა თავისით განვითარდება, თავისით წავა წინ და პირობები, მე ვიცი რომ ეხლა ყველაფერი იდეალურად არ არის და გზადაგზა კიდევ უფრო ბევრი რაღაცა გაკეთება, უმუშევრობის მაჩვენებელმა ძალიან დაიწია, ახალი სამუშაო ადგილები იქნება და უამრავი რამ კეთდება ბევრ სექტორში, გადავხედოთ, ხო? და ამას ჭირდება სწორი, სტაბილური განვითარება ქვეყნის. სწორი მართვა ჭირდება. სწორი მართვა მდგომარეობს გონიურულობაში. ხელისუფლების აი ამ იმ სტრატეგიაში, რომელიც დასახულია ქართულ ოცნებას და მე ვხედავ, რომ შედეგი სახეზეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გეოპოლიტიკურ ქარბუქში, ესე ვიტყოდი, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მოახერხებს თავისი გონიურული პოლიტიკით და სწორი დაბალანსებული პოლიტიკით სამშვიდობოს გაიყვანოს ჩვენი ხალხი და აი ამ ცეცხლის რკალში რკალი არ შეგვიძლია. მნიშვნელოვანი შეკითხვა. კი ბატონო. მიმდინარე მოვლენებად ცხადყო, რომ თქვენც აგერ დაადასტურეთ, რომ ბევრი ახალგაზრდა არის შეცდომაში შეყვანილი. რა თქმა უნდა, ეს ქართული ოცნების სისუსტეა, იმიტომ რომ პირველ რიგში საგანმანათლებლო სფეროში არ იყო საქმე კარგად. ანუ ძირითადი არა სახელმწიფო და ზოგჯერ სახელმწიფოც კი, მაგრამ არა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში არ ქონდა ძლიერი პოზიციები და პრაქტიკულად ნაცებს ჩაუვარდათ ხელში განათლების პროცესი, დიდი ხანია ჰქონდათ ეს არც გაუშვიათ. შესაბამისად
რას ასწავლიან ილიაუნიში, თავისუფალ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, ეგ ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ. რამეს ვაპირებთ, რომ აი ეხლა ყისერად ეს არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ აი მომავალში რომ უკვე რაღაცნაირად ეს სხვა გზას დაადგას რა ეს. კი ბატონო, მე ეხლა დეტალებში არ შევალ და ვერ დავიწყებ იმაზე იმ წიაღსვლებს, ვერ შევეხები უნივერსიტეტებს რა ხდება, იმიტომ რომ მე ადრეც გითხარით რომ წლების განმავლობაში ვიყავი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ვიცი ასე თუ ისე განათლების სისტემა. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ მაგრამ ამ ნიჭიერმა თაობამ უნდა ააშენოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხვალინდელი დღე. მაგრამ თუ ეხლა ახალგაზრდობის რაღაცა გარკვეული მცირე ნაწილი აი ამ ფრანკლინის კლუბების შედეგად და ამათ მიერ დახარჯული თანხების შედეგად გულანთებულებით სხვათა შორის არ გეგონოთ ზოგიერთი მართლა ეჯერა, მაგრამ მე ვთქვი რომ აი ბევრმა ჩემმა სტუდენტმა მითხრა კიდეც რომ რაღაც თავიდან ესე დარწმუნებულები იყვნენ რომ მართლა რაღაცა რუსულ კანონს ვიღებდით, რაღაც ეგეთი იმდენად მოუწამლეს გონება ამ ახალგაზრდობას, ამ დივერსიულმა ჯგუფებმა დღეს ეხლა მოწამეებად მოვაქვთ თავი და რაღაცა მოწამის გვირგვინებს იდგავენ, რომ ეს ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს. და ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ეხლა ამ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა განვაზოგადოთ და ვთქვათ რომ აი არიქა და იღუპება ქვეყანა და უნიჭიერესი ახალგაზრდობა მოდის და განათლების სისტემა სჭირდება გარკვეული გაჯანსაღება. ამაზე ბატონო პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, სამთავრობო გუნდი მუშაობს ამაზე, ძალიან მალე დაიდება კონცეფცია, სტრატეგია და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი განათლების სისტემა იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკადრება ჩვენს საგანმანათლებლო ტრადიციებს, როგორც ეკადრება იყალთოს და გელათის აკადემიის ქვეყანას. ისეთი ტენდენცია წამოვა განათლებაში. ჩვენს ახალგაზრდობას ერთხელ ბევრი არწმუნებული ვარ, სამუშაო ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ როგორი გამართულიც არ უნდა იყოს სისტემაში, მაინც სჭირდება მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს, დაწყებულია თავად ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აიღო სადავეები ხელთ აი ამ განათლების რეფორმირების ასე ვთქვათ, რომელიც ნამდვილად საჭიროა და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის კეთილნაყოფს გამოიგებს აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ ეს ზოგიერთი უმაღლესი თქვენ არ გინდათ ამაზე საუბარი, მესმის რატომაც, მაგრამ მე ვიტყვი კაცო ზოგიერთი უმაღლესი პირდაპირ ინკუბატორია, მცირე ნაწილის კი არა, საკმაოდ დიდი ნაწილის ახალგაზრდებისა, რომლებიც აი რასაც ჩადიან თქვენ თვალნათლივ ხედავთ და შემდეგ უკვე ადამიანის ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელზე ძალადურს და ჯოქს ურტყავს, მე უკვირთ რომ რატო იჭერო და დაგიჭერს კანონი, დაგიჭერს სახელმწიფო, აბა რას გიზავს, ესე ხო არ არის რა. შეიძლება ძალიან შეგეცოდოს ის ახალგაზრდა როგორც მოტყუებული, მაგრამ პოლიციელს ჯოქს რო უქნება, გაუშვა ეხა ის კადრები ამერიკაში რას უშვებიან. და ძალიან სამწუხაროა ამერიკაში რას უშვებიან იმას. ესო რადიკალთა ბელადები ესე ნიანგის ცრემლებს ღურიან და ესე თითქოს რაღაცა დიდი მწუხარებით აღნიშნავენ. ამ ადამიანებმა, ამ რადიკალებმა, ამ უსამშობლო ადამიანებმა ეს ახალგაზრდები გაწირეს, იმიტომ რომ აი ძალიან ცუდი რამ გააკეთეს ამ ახალგაზრდებისთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამას ძალიან ნათლად დაინახავს და ძალიან მალე მიხვდება. აი უბრალოდ მინდა რომ გაუშვა ლოს-ანჯელესის კადრებია, როგორ ექცევა პოლიცია ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან კანონს და არ ღვევენ ამ უკანასკნელს. აი გაუშვით. ცხენოსაც დააკვირდით, შეხედეთ. ეს სპეციალურად გასწრილი ცხენებია, რო იცი. ხო, ну პრაქტიკულად ძალიან ძიმე შედეგით დასრულდა, მადლობთ. ხო, აი ეხლა უყურეთ როგორ არის. მაქვს კადრები გერმანიის, მაქვს კადრები ძაღლებს რო უსევენ, მაქვს კადრები საფრანგეთის და რატო არის ჩვენი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოზე უსუსური ან ევროპული გამოცდილება ეს ყველაფერი, ხო? რატომ? არ არის და აბა რა უნდა იქნება, რა უნდა მოხდარიყო ახალგაზრდებო, როცა თქვენ პოლიციას უტევთ. როცა დედაქალაქის პიროტექნიკით გადაწვის სურვილი გაუჩნდება ადამიანს. ხო. როცა რუსთაველის დარბევის იმ ავადსახსენებელი 90-იან წლებში მომხდარი ამ პუტჩის მერე კიდე სურვილი გაუკრთება თავში ადამიანს, რომ რუსთაველი გადაწვას, დედაქალაქი დაარბიოს და თან ახალგაზრდების ხელით გააკეთოს ეს ყველაფერი და თვითონ ესე მოკალათებული იჯდეს სადღაც კაფეში და იქიდან ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობდეს აი ამ ოპერაციას, ეს არის, რა ვიცი, უმძიმესი დანაშაული. მაგიტომ ვთქვი, რომ აი ამ გარკვეულმა წვრთნებმა, ამ ახალგაზრდებზე გარკვეულმა ზემოქმედებამ
წლების განმავლობაში იმუშავეს ამ ჯგუფებმა, ამ დივერსიულმა ჯგუფებმა და სამწუხაროა რომ ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და როცა პოლიციელის თვალის ამოთხრაზეა საუბარი, როცა უამრავი პოლიციელის დაშავებაზეა საუბარი და ამაზე ხმას არავინ არ იღებს, თითქოს არც არაფერი არ მოხდა, თითქოს იმ პოლიციელებს არც ოჯახები ყავთ, არც მოქალაქეები არიან და არაფერსაც წარმოადგენენ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის აი ამ ნაწილის კატასტროფა რო იტყვიან რა. ვერ ხვდებიან ესენი ამ ახალგაზრდობას საით მიაქანებდნენ და ძალიან გულიმწყდება მე მინდა გითხრათ ჩვენ ნამდვილად არავის ციხეში ჩაждდომა არ გამიხარდება მე განსაკუთრებით მე ძალიან მწუხვარ ამ ახალგაზრდებზე და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი და ჩემი ღრმარწმენა რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა ძალიან ბატონო აი კიდევ ერთი კადრები აი ამერიკიდან აი თქვენ ხედავთ საოცარი კადრებია ხალხო პოლიციელების რაზმი დავალების შესრულების შემდეგ გადაადგილდება და ვიღაცა გავლელი ეუბნება მათო თქვენს ფიცს პატივი ეცით ანუ შეურაცხყოფას არ აყენებთ შეხედეთ I said polițielები. You know, covering everything. No. Oh, how about honor your oath, bitch? How about that? Honor your oath. ხო, ნუ. Oh, there you go. I didn't do nothing. I didn't say nothing. He's supposed to get lost. This guy goes to jail. He goes to jail. Let's go. Put your hands behind your back. Yep. You go to jail, bro. Big mouth. I'm just watching. I'm watching. I didn't do nothing. ხო, გასაგები. ხო, აი ეს ხდება სოფლიოში, ხალხო. ეს არის წესრიგი, ეს არის კანონი, ეს სრულდება კანონი. მიაძახა რაღაცა, მიდიოდნენ პოლიციელები და დაიჭირეს. რატო გონიათ რომ საქართველოში ეს არ უნდა ხდებოდეს, რაც ხდება ამერიკაში, საფრანგეთში, დასავლეთში, არ ვიცი, მართლა ვერ ხვდები. რატომ გონიათ რომ ჩვენ ვართ დებილები და შიშრები და სახელმწიფო რა? რატო გონიათ? ვინ უთხრა, ვინ შთააგონა ეს რომ აი ეს შეიძლება პოლიციელს ჯოხი დაარტყა, შეაგინო და კარგი დაუშვათ ეგეთი მაგარი ხარ წყალებში ხო დაგიჭერეთ ღირსეულად მაინც წადი ნუტირი იქ ნუ დგამ სპექტაკლებს რომ წვდიათში მივდივარ არ მიდიხარ შვილო წვდიათში ვიყავი მე და მე კიდე არაფერი მაგრამ ხალხი მოკვდა იქ დასახიჭდა საკაცით გამოიყვანა თავარი მოქმედი პირები ამ მიმართულებით და ამ საქმეში ბატონშალო არიან ნიანგისცემლებით მოღვარღვარი არსებები ეს რადიკალები რომლებმაც ახალგაზრდებს ესე პირდაპირ უბიძგეს აი ამ ქმედებებისკენ პირდაპირ ჩაითრიეს ამ ქმედებაში. როცა ვიმეორება ახალგაზრდას, არანაირი გამოცდილება არ აქვს. ძალიან ბევრ ამაში ვერ ერკვევა. არ იცის სახელმწიფოს როგორ უნდა ეურთიერთოს. ბევრი ნიუანსი მისთვის არ არის ისე ღრმად ცნობილი და ამ დროს პოლიციელის შეურაცხყოფისკენ უბიძგებ, პიროტექნიკის გამოყენებისკენ უბიძგებ, პარლამენტის შტურმისკენ უბიძგებ. ბუნებრივია დამნაშავე ამ შემთხვევაში ხარ შენ და პასუხიც უნდა აგვო ბუნებრივია და მანაცუნა ვიც წაგახეზა ეგ არის მაგას ვამბობ მეთქი წამქეზებლებზე მაქვს საუბარი დღეს რო არიან და რაღაცა ადამიანები რომლებმაც თავის დროზე კორტებთან ჩაცხრილული და უამრავი კი ბატონო წუთისობრის გამოასალმეს უამრავი ახალგაზრდა დღეს განან და რაღაცნაირებს აღვარგვარებენ აი ამ ადამიანების როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ ეხლა ხო ადვილი წარმოსადგენია რასთან არის საქმე მადლობა უღრეს მადლობა ბატონო გიორგი ძალიან საინტერესო საუბრისთვის ვიდეოებით საინტერესოდ გავუშვით, ვაჩვენებთ, იმედია ვაჩვენებთ ახალგაზრდებს როგორ ხდება მსოფლიოში ასეთი კრიზისების განუხტვა სახელმწიფოს მიერ. ამირან სალუქვაძე ემზადება ჩვენთან შემოსასვლელად. თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რეკლამა. ამირან სალუქვაძე არის ჩვენი განაცემის სტუმარი, ჩვენი მეგობარი და კაცი, რომელიც ძალიან კარგად პროფესიის გამო იცის სამხედრო საქმე და საჰაერო თავდაცვისა თუ შეტევის საკითხები, ავიაციის საკითხები განსაკუთრებით კარგად. დიდი მადლობა რომ მოხვედით. კაი, დავიწყოთ მართლაც გენიალური ოპერაციით, უკვე მე რამდენჯერ ვამბობ პეიჯერების მერე რამე თუ გამაკვირვებდა აფეთქებული პეიჯერების მერე რამე თუ გამაკვირვებდა არ ვიცი, მაგრამ გამაკვირვეს კიდე ერთხელ, როდესაც აი ესე ერთბაშად ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები დახოცეს ისე რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი სხეპლი არ არის, მაგრამ გენშტაბის უფროსი საკუთარ საძინებელ ოთახში კორპუსის მეხუთე სართულზე რომ მოკლეს, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, არა და მე ვიცოდი რომ მიიწყებოდა. ახსნათ ეს რატო ხდება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნუ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მთლიანობაში მაინც ძალიან ცუდია და სახიფათოა, ფეთქებადია. ყოველთვის როცა ჩვენს კავკასიის მეზობელ რეგიონშია ძალიან ძიმე სერიოზული დაპირისპირება
და რასაც ვადევნებ თვალს ჯერჯერობით დარჩანს სხვა ქვეყნების ჩართვის საშიშროება. ეს არის ყველა საშიში და ყოველთვის ამის გვეშენია. თუმცა ომი ყოველთვის ცუდია ნებისმიერ ქვეყნებს შორის, ხო, ადამიანები იხოცებენ. მაგრამ მაინც არის რაღაცა მინიმალური საფრთხე და არის კიდე იმაზე ვარესი და ფიქრობ რომ იმ ვარესისკენ წესით არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ აი ვაკვირდებით ხო ეხლა განცხადებებს ახლო აღმოსავლეთის, შეიძლება რაღაც დაუშვათ პაკისტანი რაღაც სხვა გართულებების შესაძლოა მოყვეს, მაგრამ ფიქრობ მაგასაც ადგილი არ ექნება. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ განვითარდება ეხლა ამ დღეებში საბრძოლო მოქმედებები და ამაზე ალბათ ცალკე ვისაუბრებთ. ეხლა რატომ მოხდა ეს? ხო, აი რატომ მოხდა? წარმოუდგენელია უბრალოდ ეხლა ტრამპს რო არ დაეწერა 71 დღე იყო დღესო მე მგონი მან დაწერა ხო და გავრცელდა ირანთან მოლაპარაკების დროის ულტიმატუმი ამოიწურა გუშინ. ეს რომ იცი წესით ახლა ირანს ახლო აღმოსავლეთში აგენტურული ინფორმაცია პლუს სხვა წყაროებით მიღებული ინფორმაციები წესით უნდა კონდეს ხო უამრავი პროქსი დაჯგუფებები ყავს და ასე შემდეგ. ისრაელი რომელიც პირველ რიგში ირანისთვის არის დაუძინებელი მტერი თვითონ აღიქვამს ხო რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს და ანუ მთავარი სამიზნეა რეგიონში ისრაელის მოქმედებების რაღაც პროგნოზირება წესით უნდა შეეძლოს ირანს. ხო? და ტრამპის განცხადება გუშინდელი. ეს ახლა იმდენად კაფიო იყო, ხო? და ახლა რისთვისაც გაკეთდა, გუშინ დავწერე, გაურკვეველია ხომ არ თამაშობენ მეთქი, ახლა შეიძლება კი მაქვს ჩემი აზრი თამაშობენ თუ არ თამაშობენ ისრაელი და ამერიკა, როცა ამერიკა ცდილობს დისტანცირდეს თითქოს ეს მისი თემა არ არის და მისგან დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ საჯაროდ ახლა რისი დაწერის უფლება მაქვს, ხო, ადამიანი როცა წერ მტკიცებულებაც უნდა კონდეს. შეიძლება რაღაც ვარაუდი დაწერო, მაგრამ ტრამპის განცხადება როგორც გუშინდელი ის დანარჩენი იყო იმის საჩვენებლად რომ ამერიკა დისტანცირებულია აქედან, მაგრამ გუშინ თქვა რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ მიანიშნა რომ წესით უკვე უნდა ელოდო. და ანიშნებს რომ მე ერთ პოზიციაზე ვარ და ისრაელის პრემიერს აქვს სხვა პოზიცია. ომის დაწყებასთან დაკავშირებით. და ამ დროს ახლა არ ვიცი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალურ ჯარში, რომელსაც ნორმალური სამხედრო ყავს სათავეში, ამ დროს იწყება ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის გამოცხადება, მობილიზაცია, ხო, მობილიზაცია ჯარებში გულისხმობს შინაგან მობილიზებას, შესაძლოა მობილიზაციაც კი დაიწყო ფარული, კი ბატონო, თუნდაც, ხო? მაგრამ ის რომ ხელმძღვანელი შემადგენლობა არათუ სახლში არ უნდა იყოს, არამედ სამინისტროების შენობებში არ უნდა იყოს. უკვე უნდა იყვნენ გასულები, როცა ელოდებით ბუნკერში უნდა იყოს. წუთი წუთზე. თან ნორმალურ ბუნკერში ისეთი არა შარშან რომ რაღაცა საცხოვრებელი корпуსის ქვემოთ რო ქონდათ გაკეთებული და корпуსიანა რომ ატომურ იარაღს რო უძლებთ. корпуსიანა დაადუღეს იქ გენერლები და ის დაიღუპნენ შარშან, ხო? სარაკეტო იერიში რომ მიიტანეს იმ ბუნკერს. ანუ ნორმალურ ბუნკერში უნდა იყოს. და არა მარტო თვითონ სხვაებიც და იქ ახლა არ ვიცი მედიაში გავრცელდა რომ ისრაელს ცრუ ინფორმაცია მიუწოდებია ამ გენერალიტეტის თავშეყრასთან დაკავშირებით და სადაც შეიყარნენ მე ისრაელის მოტყუებით იქ დაარტყეს. ეს კიდევ ცალკე თემა, ანუ პეიჯერების შემდეგ ირანმა რომელზეც გვაქვს რაღაცა გაზვიადებული წარმოდგენა ხო, როგორ ჩანს გაზვიადებული წარმოდგენა, იმიტომ რომ თუ შარშან კიდევ რაღაცა კარგი გასაგებია, ფიქრობთ რომ აი ისრაელია და აი ჩაატარა, ხო? მაგრამ ახლა რაც ხდება, აი მალე დღეღამე გახდება ღამით, ხო? ახლა შემოსვლის წინ ნახე ბოლო ვიდეოები, ისრაელის ავიაცია დანავარდოს თეირანის თავზე, ანუ საჰაერო თავდაცვა. ანუ არ არის პვო? იყო. და არ არის. რამდენ ხანში? ერთ დღეღამეზე ნაკლებში. S400 ხო გქონდათ მაგათ? S400 ეს არ აქვს მნიშვნელობა კომპლექსების ჩამონაცვლას ტიპებს, ბევრი რამ გქონდათ. გაუნადგურე? ხო. როგორ ჩანს?
ანუ ჩვენ ხო ნახეთ ახლა ოპერაცია როგორ ჩატარდა. კლასიკა საერთოდ თუ გინდა რომ ჯერ პვ უნდა გათიშო. ხო, ჰაერში მოიპოვო უპირატესობა, უნდა მიიტანო დარტყმები მართვის პუნქტებზე, ხელმძღვანელთან მართვის პუნქტი რა არის? მარტო მართვის საშუალებები კი არა, ადამიანები. ხელმძღვანელი პირებიც, რომლებიც იქედან ახორციელებენ მართვას, ანუ მართვაში უნდა შეიტანო დეზორგანიზაცია, კომუნიკაციების საშუალებებს უნდა დაარტყა და უნდა დაარტყა საჰაერო თავდაცვა. საჰაერო თავდაცვა ორი კომპონენტია, საზენქო კომპლექსები და ავიაცია. ну რადარები ერთად ხო რაკეტები და ავიაცია რომელიც ასევე მონაწილეობს საჰაერო თავდაცვაში და ნელ-ნელა ეტაპობრივად ну რამდენიმე ხა 5-6 ტალღა დათვალეს და უკვე მე რამდენი არ წყდება ფაქტობრივად ისრაელის შეტევები სანამ აი ამ სამხედრო პოტენციალს და მათ შორის საჰაერო თავდაცვას არ გაანულებს არ გაჩერდებიან ცალკე თემა ახლა ბირთვული ობიექტების და ბირთვული ტექნოლოგიების განადგურება, მაგრამ პირველ რიგში, ну პარალელურად აკეთებენ, მაგრამ თავარი ამოცანა აქვს განიარაღება, ასე დავარქვათ, მოდი პირდაპირ მოქმედი ხელისუფლების და სახელმწიფოსი მთლიანად. ანუ ისრაელი ახლა ახორციელებს განიარაღებას. ну ახლა დღეს უბრალოდ დღეს კი არა, დღეს ხდება ყველაფერი. აი ბოლო საათებში, წუთებში კიდევ წერენ რაღაც მოლოდინი აქვს ირანის მხრიდან სარაკეტო დარტყმებს, მაგრამ ну ალბათ შეიძლება რაღაც იყოს, ხოლმე რაღაც ხონდა კონდეთ ისე გადამალული ბალისტიკური რაკეტები, გინდა დრონები, გინდათ რაკეტები, ახლა იყო რაღაც ინფორმაციები, რომ 1000-მდე და შეიძლება 1000-ზე მეტი რაკეტა აქვს, მაგრამ თუ ისრაელის დაზვერვა და ეს ოპერაცია ჩაატარა უნდა მეთქვა, ატარებს უფრო სწორად ამ ოპერაციას მოსადი და თავდაცვის ძალები ერთად შეარაღებული ძალები. თუ ისრაელის დაზვერვას ქონდა ზუსტი მონაცემები, რომელ სართულზე ცხოვრობს, მაგალითად, გენშტაბის უფროსი, ან რომელიმე ბირთვული პროგრამის, რომელიმე ინჟინერი და ვინა განადგურებული გენშტაბის უფროსი, ქუშაკთა კორპუსის მეთაური, ცენტრალური საკომანდო პუნქტის რაღაც როგორც ქვია მათთან უფროსი, საჰაერო ძალების სარდალი, კიდე რაღაც დაჯგუფების უფროსი და ასე შემდეგ. და ამბობენ 5-დან 10-მდე თუ 6-დან 10-მდე წამყვანი სპეციალისტი, მათ შორის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი. ფიზიკოსები, ხო, ანუ რადონის ინფორმაციები ჰქონდათ, ვინ საცხოვრობს და იმ დროს შეიძლება სადღაც რა ვიცი, გასულია. ხო, ჩაისვამდეს. ზუსტად ჰქონდათ ყველაფერი გათვლილი და სხვათა შორის ოპერაციის დაწყებაც აი ძალიან ბევრ რამეს უკავშირდება, როდის უნდა დაარტყა. ანუ როცა შენ გაქვს ზუსტი ინფორმაცია და პლუს საშუალებები გაქვს მზადყოფნაში, რომ ეხლა ესენი აქ არიან, მე მზად ვარ. ანუ ხვალ უკვე ხვალისთვის აღარ გადადებ, უკვე ეს უკვე ამ წამს უნდა გადაწყვეტო, ხო. ანუ როგორი მზადყოფნა იყო? ხო, იმ მომენტში მასავი რომ მოკლის დაახლოებით რუსებმა, იმას მაგონებს, უფრო დიდი მასშტაბით რა თქმა უნდა. ხო და თუ ასეთი ინფორმაციები ქონდა ისრაელის დაზვერვას, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ სად აქვთ დრონები, სად არის სათითაო, შეიძლება რაღაც გადამალული არის კომპლექსები, მაგრამ ძირითადში თავარი შეარაღება და ტექნიკა სად არის განლაგებული, ეცოდინებათ და ნელ-ნელა ეტაპობრივად ამას ანადგურებენ. საინტერესოა, არ ვიცი, თუ წაიკითხე განახორციელეს იგივე ოპერაცია, რაც უკრაინამ განახორციელა სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურების დროს, აი პაუტინ აბლაბუდარო დაარქვეს უკრაინელებმა. და რუსები იძახიან, რომ ერთი ხელწერა არის. ხელწერა ერთია, ანუ ამის ვარაუდი შეიძლება რომ სადღაც ეს ერთი სახელმძღვანელო ახლა შეიძლება ერთად არ დაიგეგმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ზელენსკიმ თქვა ხომ რა დრო დაჭირდა წელიწად ნახევარი ვამზადებდითო, იმიტომ რომ ამათაც იგივე. ხო, დაახლოებით აქაც იგივეა და სადღაც ეს მეთოდიკას რომ დაიწერა ეს მეთოდიკა. ხო, სადღაც ეს მეთოდური სახელმძღვანელო დაიწერა დაახლოებით ერთ ვადაში და რა თქმა უნდა განსხვავებული შედეგები მიიღეს რუსეთში ახლა ვერაფერი და არაფერს არ ვამბობ. დემორალიზებულია ქვეყანა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ისეთი მასშტაბებით ახორციელებენ, დარწმუნებული ვარ, ეცოდინებათ წესით, ახლა საიდან შეიძლება ეს ბალისტიკური რაკეტების სტარტი განხორციელდეს და მანამდე შეესწებიან განადგურებას. რაღაც დარტყმა შესაძლოა იყოს, მაგრამ ახლა როცა
თეირანის თავზე აგერ ვიდეოები მაქვს ახლა ტელეფონში დაფრინავს ავიაცია ჩვეულებრივი და მას ებრძვიან რაღაც კუსტარული საშუალებებით, საზეიმტო გადასატანის საშუალებებით და არა საზეიმტო артиლერიას გულისხმობ, ანუ ჭურვებით და პატრონებით ებრძვიან. ეს არის ძალიან სავალალო, ანუ სტინგერებიც არა აქვთ. ხო, ძალიან სავალალო ვითარება არის უკვე ირანისთვის შექმნილი და ერთი რამ მინდა კიდე ვკითხა, ესე იგი წარმოიდგინე ჯარის ხელმძღვანელობა მთლიანად ლიკვიდირებული. როგორ ფიქრობ, ახლა სულიერი ლიდერის ადგილსამყოფელი არ იციან? არ მიაქვთ იმას. არ მიაქვთ და ფიქრობ შეგნებულად არ მიაქვთ. ამას თავისი ახსნა აქვს. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად სწორედ დაწყებული რელიგიურიდან დამთავრებული სხვა პოლიტიკური მოსაზრებებით და თვითონ არსებულ ხელისუფლებას ჩააგდებენ იმ სიტუაციაში, რომ ხალხის თვალში გამოიყო, არა მარტო ხალხის, რეგიონის თვალში, სუსტად, მაგრამ პირველ რიგში მოსახლეობის თვალში გამოიყვანონ უსუსურებად, რომ აი ბაქი ბუქობდი ამდენ ხანს და აი რასაც უკრაინელები ცდილობენ რუსეთში რომ გააკეთონ. აი მხოლოდ სახელმწიფომდე მაყურებლისთვის მინდა ბევრი არ აქცევს ყურადღებას და მიყვარს ციფრები რუკაზე, ხო, ანუ ისრაელი ტერიტორიულად არის საქართველოზე, მთლიან საზღვრებში ვავიღოთ აფხაზეთიან, ცხინვალიან და ასეც ვართ. რაღაცას უნდა რომ ასე არ ვიყოთ, მაგრამ იქნებით. სამჯერ ნაკლებია ტერიტორიულად. მოსახლეობით ორჯერ მეტია, მეტჯერ, სამჯერ დაახლოებით, ახლა გავიდა ჩვენგან იმ მოსახლეობით რაც ვიყავით ორჯერ მეტი. ტერიტორიულად სამჯერ ნაკლები. დაახლოებით 22000 თუ რაღაც კვადრატული კილომეტრია. იმერეთის და გურიის ხელა რა ერთად როშია. ლიბანი კახეთის ხელა, ახლა აი რომ იყო მაგალითად ჩარშან ისრაელი რომ შეიჭრა ლიბანში რაღაც გონიათ რომ რაღაცა სწავლა. აი ეს არის. მე ვარ ლიბანში. ხო, მაგრამ წარმოიდგინე ირანის მასშტაბები. და ეს პატარა სახელმწიფო ახლა კი მესმის ამერიკის მხარდაჭერა და ყველაფერი, მაგრამ ამჟამად და მანამდეც ხომ ისრაელის ჯარი ომობს. მხარდაჭერილი იარაღით, ფულით გასაგებია, მაგრამ ისრაელის ჯარი და ახორციელებს აი ესეთ უნიკალურ ოპერაციებს, აი სამხედრო ხელოვნებისთვის, სამხედრო თეორიისთვის, სამხედრო მეცნიერებისთვის არის უნიკალური ოპერაციები, რომელთა შესწავლას ალბათ წლები და წლები მოუნდებიან სხვები. და ვერ გაიმეორებენ, იმიტომ რომ ისრაელისთვის ეს არაა პირველი. მე აგვისტოს ომის წინ წერდი სხვათა შორის გვერდიდან ცოტა ჭკუის მასწავლებელი სტატიები იყო. სამი სტატია დავწერე ისრაელ-არაბეთის 6 დღიან ომზე. და მან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ეს ხანგრძლივი მომზადების ხელწერა ისრაელის, როგორ უდგებიან. ანუ ორი მიმართულებით წავიდნენ. ერთი მიმართულება იყო სამშვიდობო მოლაპარაკება და ირანთანაც ახლა ზუსტად იგივე. ერთი არის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ერთი მიმართულება სამშვიდობო მოლაპარაკება. მაგრამ მომზადება და პარალელურად მიდის მზადება ომისთვის. ზუსტად იგივე იყო 6 დღიანი ომის დროს. ორი სცენარი ჰქონდათ, ერთი მშვიდობიანი, მეორე საომარი. კი ბატონო. როცა რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობიანი სცენარი შედეგს ვერ აღწევს დასახულ მიზანს, იმ წამს გადაწყდა ომის დაწყება და 6 დღეში მოაყუმარეს მთელი არაბული სამყარო. მესმის. ეხლა მოდი ამიან გადავიდეთ რუსეთ-უკრაინის ომზე, იმიტომ რომ ის უფრო მოქმედებს ჩვენზე ვიდრე ეს ომი. ესეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მაგრამ ის. ეხლა ასევე გარინდული არის, სოფლიო ეხლა გარინდული არის და უყურებს იმას, რა პასუხს გასცემს ირანი, იმიტომ რომ ირანმა რო სუსტი პასუხი გასცეს, ან არ გასცეს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება საკუთარ ხალხთან. რუსეთი თითქმის ანალოგიურ სიტუაციაშია. ნუ ასე მძაფრად არა, მაგრამ აი ეს თამამი და ჭკვიანურად მოფიქრებული ტერაქტი რომ განხორციელდა, იქ მატარებელი რატო ააფეთქეს და უდანაშაული ხალხი რატო დახოცეს, ეს არ ვიცი, მაგრამ სტრატეგიულ ბომბდამშენებზე თავდასხმა ჭკვიანური იყო. თუმცა ეგ ბომბდამშენები მაინც ჩამოსაწერია უკვე. შეიძლება 1-2 წელი კიდე ეფრინათ, 70-80 წლის თვითმფრინავებია, მაგრამ მაგას თავი დავარებ. პასუხი უნდა გასცენ. ეხლა იქ უტევენ, გასაგებია, შევიდნენ ახალ რეგიონშიც, ესეც სუმის ოლქში, ესეც ვიცით, დნეპროპეტროვსკის ოლქშიც შევიდნენ და ნუ შეტევა გრძელდება, მაგრამ ეს არ კვარა ბუნებრივია, აი პოლიტიკური მოსაზრებების გამომდინარე არ კვარა. შენი პროგნოზი როგორი იქნება? რაც ეხება იმ ოპერაციას სახელწოდებით აბლაბუდა პაუტინა. აკაც უნიკალური იყო. კი ბატონო. და არ გამორიცხავს იმას, რომ მსგავსი ოპერაცია შესაძლოა კიდევ მზადდებოდეს.
ხალხსახად. ხო, ისევე როგორც ახლა ისრაელს შეიძლება კონდეს რაღაც მოკლევადიანი მიზნები ირანთან მიმართებით და შეიძლება ეს განახორციელოს ერთ კვირაში, 3 დღეში, 2 კვირაში არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პარალელურად უკვე შეიძლება დიდი ხანია დაწყებული აქვს მომზადება რაღაც სხვა ეტაპის. სხვა ოპერაცია. ირანთან მიმართებით იქნება თუ სხვაგან. ნუ ასე მუშაობს მათი ტვინი და ეს მისაბაძია. და იგივე შეიძლება რუსეთშიც მსგავსი კიდევ მზადდებოდეს და შეიძლება უფრო არ ესეც. რაც რუსეთიც ამზადებს. ხო, შესაძლოა. ნუ ჯერჯერობით ახლა ჩვენ ასეთი ოპერაციები ვერ ვნახეთ. სხვათა შორის გარდა რაღაც ტაქტიკური წარმატებული ოპერაციებისა, ტაქტიკური დონეზე, გასეულის დონეზე და ბატალიონის დონეზე მეოთხე წელია ომის და რაღაც ისეთი სერიოზული სტრატეგიული ან ოპერატიული დონის ოპერაცია ჩატარებული მე არ მინახავს. იგებენ უბრალოდ. იგებენ რესურსებით. რესურსები და ბახმუშიაც გააკეთეს. რესურსებით იგებენ, იმიტომ რომ გვისაუბრია ჩვენ და ასწორებენ არ გადაუღლი, ერთი ჭური საპირწონედ მოდის 2, 5 და ხან 10. 10. და იგებენ. რაც არის უკრაინის პარტნიორების ბრალი. პარტნიორები, იმიტომ რომ უკრაინამ ამოწურა პირველ თვეებში თავისი რესურსები და მთლიანად არის გადასული დაახლოებით 50 სახელმწიფოს დახმარებაზე, რომელიც ვერ ახერხებს რუსეთის ტოლფასი შეერაღების და ჭურვების გამოშვებას. კურსკის ოპერაცია მომეწონა ძალიან მილით რო შევიდნენ. ხო, ესა ტაქტიკური ეს ასეულის და ბატალიონის დონის ოპერაცია არის, ხო. მაგრამ კორეელებმა გააკეთეს იქ საქმე, როგორც ჩანს. არა, მათ რუსების საქმე, ახლა კორეელებმა კურსში იმუშავეს ეს სხვაგან იყო. იმუშავეს, ხო, იქაც იყო კი, მაგრამ იქ დაგეგმილი იყო რუსეთის გენშტაბში მაგ მილის ოპერაცია, იმიტომ რომ მან ხო, მაგრამ ახლა ის მილი რო არ ყოფილიყო იქ საერთოდ. მოდი მასზე შევხედოთ მაშინ, ხო. მილი ხო არ გაუთხრიათ. იყო და ვიღაცა მოიფიქრა, გამოიყენა, არის ნუ ტაქტიკური დონის ოპერაცია. მე ვლაპარაკობ ოპერატიულ და სტრატეგიულ ოპერაციებზე, ახლა რასაც ისრაელი ახორცებს, ეს სტრატეგიული დონის საჰაერო ოპერაცია, რომელიც მართლა იქნება შეტანილი. ისიც იქნება შეტანილი სახელმძღვანელოებში, ოღონდ და ბრიგადის ტაქტიკურ დონეზე. ხო, ბრიგადის დონის და მსგავსი, რაც ჩვენ ახლა ვიცით მეორე მსოფლიო ომის პირველი და მანამდელი ომების სამხედრო ისტორია, რასაც სწავლობს, მესმის რომ აქ არის თანამედროვე შეარაღების ბრალეულობაც, იმიტომ რომ ახლა შეტავაზე ისე ვერ გადახვალ როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. დრონების ფაქტორია. დრონების და ბევრი რამ არის ახლა მაგ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ესეთი არ მინახავს და რუსეთის მხრიდან ახლა მათაც აქვს დრონები, აქვს ყველაფერი აქვს, წესით აგენტურა უკეთ უნდა იყოს უკრაინაში რუსეთის აგენტურული ინფორმაციაც კი ჭამეს ომის დასაწყისში, სულ სხვა მოლოდინები ქონდათ და ხო, სულ სხვა სურათი მიიღეს და ნახეთ მე კიევში ჩაფლავებული და ხარკოვიდან ხარკოვის დატოვება და აქეთ და მთელი ამბები. სუროვიკინს რომ არ გაემზადებინა სხვათა შორის ეს თავდაცვის ზოლი, ხო? შარშანწინ უბრალოდ 2023-ში როცა უკრაინამ ეგრეთ წოდებული კონჩეტევა დაიწყო, სავალალო მდგომარეობაში იქნებოდნენ. ამას მე ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც სპეციალისტი ვაფასებ, ხო, აი ესე ვხედავ. აი გენერალს უნდა უმადლოდენ ის ზოლი რომ გააკეთა. ხო, რანაირი ზოლი, ხო. როგორ მომზადდა ეს ზოლი ჩვენ დეტალურად გვაქვს აქ ნალაპარაკი და არსებობს. რაც შეეხება ახლა რუსეთის ოღონდ უკრაინელებს არ აქვს ეგეთი ზოლი. ხო, უკრაინელებს არ აქვს. უკრაინელებს ჰქონდათ თავიდან აი 2014 წლის ომის შემდეგ პოროშენკოს, ხო, იმათ პოროშენკოს პერიოდს უნდა უმადლოდნენ. ხო, ძალიან მაგრად ჩააბეტონეს დონბასი. და არ ჰქონდათ კიევის მიმართულებაზე და კი, და არ ჰქონდათ ყირიმის მხრიდან. ხო, ეხა უკან დაბრუნდნენ, მაგრამ გადაილახა ეგ დონბასი. გადალახულია. აღებულია. გადალახულია და იქ ვიცით უკვე ახალ ზოლებს როცა აკეთებდნენ კორუფცია და მთელი ამბები ამ დრაკონის კილებთან დაკავშირებით. ხო. აი ხა რა პროგნოზი? ხო, რა ისა რა ქვია პროგნოზი. ვერ დავამატებ კიდე ახლა გუშინ უსმინე პუტინის გამოსვლას სტრატეგიული შეარაღებაში თანამედროვე შეარაღების პროცენტი გაიზარდა 90%-მდე და ნუ ახლა როცა ანუ თანამედროვე შეარაღების ბირთვული რაკეტები შეცვალეს. ანუ მთლიანად არის სტრატეგიული, ანუ ავიაცია ბირთვული მიწიზე და სახმელეთო და როცა გამოგაკლდება ძველი, რა თქმა უნდა, ახლეს პროცენტი იმატებს და ახლა რაღაც აღიარებასავე გამოუვიდა, იმიტომ რომ მე არ გამიგე ახლა აი ამ ოპერაციის შემდეგ რაღაც ისეთი ინფორმაცია რომ სიტყვაზე 10 ახალი ბომბდამშენი მიიღეს. ერთი გააკეთეს მარტო. ხო, ერთი გააკეთეს ახალი. ნუ არის რაღაც ყველაფერს არ იტყვიან, მაგრამ ხო, მაგრამ ცოტა. მაგრამ ძალიან ცოტა, ხო.
ხო და ანუ რაღაც აღიარებასავით გამოუვიდა ახალი შერაღების გაზდა. ხო ახლა პასუხს რაც შეეხება. ნუ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით ერთი კვირა მეტი ძალიან მასირებული საავიაციო სარაკეტო და კომბინირებულს როგორც ეძახიან დრონები, რაკეტები, ყველაფერი ერთად მიდის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ეს ეხება დიდ ქალაქებს, კიევი. მე პერიოდულად ყველას არა 10 ვიდეოდან 30-დან შეიძლება 1-2 დავდო. ძალიან ბევრია Telegram არხებზე მსგავსი ვიდეოები. ხო, კიევი, ოდესა, ხარკოვი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, იქ სამხედრო ობიექტებსაც ხვდება, მაგრამ ნუ ნადგურდება ლამაზი ქალაქები, საცხოვრებელი სახლები და თავისთავად ზიანდება მოსახლეობა. ანუ რომ თქვათ, რომ პასუხს არ ახორციელებს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ რაზეც იყო საუბარი, რომ შორეზიების რაღაც ოპერაცია, ნუ მსგავსი არ განახორციელებულა. განახორციელებენ თუ არა, არ ვიცი, ბევრ ამეს გენერალი რომ მოუყვან SBU-ს ან გენერალი ორი მოუკლეს. მანამდე რუსებს მოუკლეს, მაგრამ SBU-ს გულისხმობ. ხელმძღვანელს მის დაგეგმა. ნუ მაგასაც ხო მაგას დაგეგმა სჭირდება, მაგას სჭირდება აგენტურული ინფორმაცია და ასე შემდეგ და მაგ კუთხით უკრაინელები ძალიან ჭკვიანურად მოქმედებენ. მინდა გითხრათ, ახლა სადაც შესაძლებია უნდა შეაქო. მე რასაც ხედავ უკრაინელების თუმცა ამას ეს არის განწირული სულისკვეთება. ყოჩახ ვაკებ, იმიტომ რომ ბევრს აქვს ჭკუა და ვაშკაცობა, მაგრამ ქვეყანა დაღუპულია რა. ჩვენ ვაკებთ სამხედრო კუთხით უყურებთ ოპერაციებს, თორემ პოლიტიკურ სამხედრო კუთხით დაღუპულია. თორემ რა დაემართა სახელმწიფოს მთლიანობაში, მის ეკონომიკას, მოსახლეობას, დემოგრაფიას, ხო, ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა საკუთარ თემაა და მიდის ახლა დღეს რასაც ვაკვირდები, ნუ ეს მე კი არ ვაკვირდები, ბევრი აკვირდება მე ჩემი პოზიციიდან ვლაპარაკობ და მხოლოდ დღევანდელი დღის შეფასება არ არის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით კაფიო ჩანს ეს, როცა რესურსების ამოწურვამდეა. ვის ამოეწურება და ნუ ვის ეწურება ხედავთ ახლა. საკმარისია როცა უსმენ მაღალჩინოსნებს ევროპის და ნატოს. ახლა ნატოს გენდივანი როცა ამბობს, რომ რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ერთ წელში, რუსეთი აწარმოებს 3 თვეში და ამას ლაპარაკობ ომის მეოთხე წელს. 3 წელნახევარია უკვე ომობი. და 3 წელნახევრის განმავლობაში ვერ ახერხებენ თუ არ ახერხებენ, შეიძლება ერთიც არის და მეორეც არის სამხედრო რელსებზე გადაყვანას ეკონომიკის. ვერ ახერხებენ. კორუფციაა დიდი. ფული იჭმევა, კვლავ. მე ევროპაზე ვლაპარაკობ. ევროპაშიც კაცო, როგორ არ არის? აბა რა. და მოდი ასე შევხედოთ კიდევ. და სპეციალისტები არ ხავთ. მოდი ასე შევხედოთ კიდევ. მესმის ახლა მე საბაზრო ეკონომიკის, როცა ფასი იზრდება მოთხოვნიდან გამო, ანუ იზრდება მოთხოვნა, იზრდება ფასი, ხო? მე კი ბატონო. მაგრამ როცა ომში ხარ და ჭურვები ომის დასაწყისში რომ ღირდა სიტყვაზე 155 მმ-იანი 700-დან 800 ევრომდე, ან 1000 ევრომდე. ახლა ღირს 5000-დან 8000-მდე ესე მერყევს. ნუ ეს ვისი ბრალია? მე გეტყვი, რას ამბობენ. სახელმწიფო არ უკვეთავს საკმარის რაოდენობას. მილიონ ჭურვზე დაუდეს კონტრაქტი. იმას ეცოტავება, იმიტომ რომ უნდა ახალი დაზგები იყიდოს, ხალხი მოამზადოს და მილიონი ჭურვის შემთხვევაში არ ყოფნის იმ წარმოებელს. და რახან კერძოა, უნდა რომ 10 მილიონზე დაუდეს. და რაზე ეშლებათ ხელი? რაზე ეშლებათ ხელი? არ აძლევს 10 მილიონის შეკვეთას. რატომ? რა პრობლემაა? არ ვიცი, არ იცის. იმან რომ ამდენი ჭური დაჭირდება რა. არა, ძალიან კარგად იციან რამდენი დაჭირდება, ყველაფერი იცის ახლა. ჩვენ ხომ სხვის ნალაპარაკს არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ პირველი პირების ინფორმაციებს, ხო? რასაც ამბობს გენდივანი, რასაც საფრანგეთის. ფული 800 მილიარდი გამონახეს ახლა, ხო, 4 წლით. ეგ არ ვიცი, გადაიხდიან ამდენს თუ არა, ეგ არავინ არ იცის. გადაიხდიან, არ გადაიხდიან სხვა თემაა. ისიც არის რაღაც როდის ხვალ ზეკ, მაზეკ, ანუ ეს ფული ხო არ არის უკრაინის დასახმარებლად. იქ არის ნაწილი, მაგრამ ლომის წილი არის იმისთვის, რომ ევროპა მოამზადონ 29 წლისთვის რუსეთისგან თავის დასაცავად. რუსეთმა რომ არ დაარტყას ხო და აი რუსეთი გადაერთო სამხედრო რელსებზე და ეს ეკონომიკურ ზრდას, რასაც უყურებთ, არის სამხედრო მრეწველობის ხარჯზე.
ამერიკის ეკონომიკის დიდი ნაწილიც ხომ მაგაზე მოდის სამხედრო მრეწველობაზე და ევროპა და დანარჩენი ქვეყნები რატომ ვერ ახერხებენ და არ ახერხებენ ხო ჩვეულებრივი თემა არის და რატომ უნდა 10 მე მესმის კარგი ვერა 10 ჯერ რატომ უნდა გაიზარდოს ფასი ჭურზე ომის დღეებში იმიტომ დეფიციტია დეფიციტი იმავე ფასში იყიდე არა იქ ხო არ კონტროლდება ო და თუ არ აკონტროლებს არის მაგნატი იარაღის მაგნატი რომელსაც ყავს ლობი კორუფციის მაგნატი ანუ მოუქნელობა არის ყავს ლობი მთავრობაში ჩალიჩობენ ჯიგრულ მოუქნელობა არის კორუფციას დარწმუნებული ხო დემოკრატიული სამყაროს მოუქნელობა აქეთ მესმის რომ ერთპიროვნული მართლობა და იმპერია ფასადაც უნდა იმ ფასადაც იყიდის და გაყიდის კორუფცია აქეთ რომ ახლა შოიგუ რა შეეწირა რუსეთში რო კორუფცია სად არის ის კორუფცია ხო არა იქაც არის თქო იქაც არის აქაც არის მაგრამ აქაც ხომ იყო კორუფცია და თუ აქ ახერხებენ დიქტატურას უფრო მალე შეუძლია სახელმწიფო მოკოქოს სამხედრო ყაიდას მიიღონ მე რაღაც ჩვენზე რო აქვს თკბილები კარგად ალესილი და მარტივად რომ ახერხებენ რაღაც სანქციებს თუ რაღაცა მუქარებს ხო შეუძლიათ ომის დროს ანუ მაინც ბოლოს მინდა კითხო პროგნოზი ზუსტად ის არის რომ შეიძლება ეს კონკრეტული დარტყმა რუსებმა არეშნიკით არ განახორციელონ მაგრამ ეს შეტევები ინტენსიური გაგრძელდება იმიტომ რომ ეს რომ შეიცვალოს ამაზე ჩვენ გვილაპარაკებთ ბევრჯერ და ახლა არ მინდა ერთი და იგივე ვილაპარაკოთ ეთერებში თუმცა ყოველთვის საინტერესოა მაგრამ ეს რომ შეიცვალოს რომ რუსეთი აი მინიმუმ რომ რუსეთის სწრაფი ტემპებით კი არ მიდის წინ ზოგან გაყინულია ფრონტი არ იცვლება 1 კილომეტრია ხო ზოგან მიდის დღეში 100 მეტრი ზოგან 500 ზოგან კილომეტრი მერე იყინება მაგრამ მიდის წინ ხო ანუ აი ამ ერთი წლის განმავლობაში დონბასში 4000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია უკვე მეტი იქნება ალბათ 4500 არ ვიცი ახლა კარგად მუშაობდა უკრაინის რუკარი deep state რუკია მაგრამ ამ ბოლო პერიოდში სადღაც ერთი არა არის მაგრამ აი მაგალითად ყოველ დღე რო ანახლებდნენ რეალურად ახლა შეიძლება დაუშვათ აი ახლა უყურებდი 9 აგვისტო 9 ივნისი იყო შემდეგ გადახტენ 2 დღით ხტები და იქ რაღაცა ცვლილებები სიტყვაზე 2 დღე შეიცვალა, მაგრამ ცვლილებებს არ აჩვენებენ, შემდეგ მეორე დღეს ერთიანად აჩვენებენ და ანუ დინამიკა არის ცოტა ისე სხვანაირად. მაგრამ მთლიანობაში ამ რუკითაც კი უკრაინულიდან ჩანს, რომ უკანი ხერხი. ხო, ახლა სუმში შესულები არიან და ახლოს არიან ქალაქში. ახლოს ანუ артиლერიით შეუძლიათ დაბომბონ და გამოცხადებულია სუმის ევაკუაცია ნებაყოფლობითი, მაგრამ მოუწოდებენ. და სერიოზული პრობლემაა. ну ხარკოვში ახლა უზარმაზარი ქალაქი ახლა მაშინაც ვამბობდით როცა შევიდნენ ხარკოვში ну აი რომ შედიხარ გინდა კიევს რო ალყას არ ტყამდნენ ახლა კიევს სისულელად კიევი გადაეკეთა თუნდა დასავლეთიდან და კონდათ მაშინ ამის რესურსი და იქ შეიძლება ისე არ ჩაფლავებულიყვნენ და ამათ მოინდომენ პერიმეტრი აქ 200 კილომეტრი კიევს უბრალოდ აი ეს წრე შემოარტყან 200 კილომეტრი ანუ მოუნდები 5 საათი მანქანით რო წრე დაარტყო წირდება აი ამ ხელა ქალაქს რო წრე შემოარტყა არმიები აი რუსეთის მაშინდელი მთლიანი ჯარი იყო საჭირო მარტო კიევს მეორე მსოფლიო ომში რა არმიებიც იყო მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ტერიტორიაზე ომობდა 1 მილიონი მე სადღაც 2.5 მილიონზე მეტი ორივე მხრიდან მარტო ტერიტორიაზე ო მაგას ვამბობ 2.6 ისე მახსოვს დაახლოებით 2.600.000 ხო და ეგრე არ არის. ხო და გასაგები. დიდი მადლობა. ბატონო ამინა, დიდი მადლობა. ხო, ანუ რა არის საჭირო რომ შეიცვალოს მეთქი? საჭიროა ისევ და ისევ მეტი მხარდაჭერა, შეარაღებით, ტექნიკით, საწვავით, ფულით, ჭურვებით. და არა პოლიტიკური რომ მინიმუმ შეაჩერო. ნუ ეს არის და ნუ ამას ჯერჯერობით შეუძლებელია ხა შეუძლებელი ხა მით უმეტეს თავის ტკივილი გამოუშტე ხა ამერიკას ახლა ჩვენ ნახეთ რომ ჰექსეთის განცხადება ხო ნახეთ ბოლო დღეებში რომ ეს უკრაინისტვის გამოყოფილი საჰაერო თავდაც საშუალებები იქეთ გადაისროლეს და ნავთობის ფასიც გაიზარდა ხო და სხვათა შორის ახლა რომ გავიხსენოთ რუბიოს და სხვების განცხადებები, როცა მშვიდობის დამყარებას თილობდნენ, პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ მალე სხვა პრიორიტეტები გვექნება. გახსოვს რუბიოს სიტყვა? კი ბატონო. როცა რუბიო 12 ივნისი არის რუსეთის დღე. რუსეთის დღე მიულოცა. აქ საინტერესოა ჩვენ ვერ ვილაპარაკეთ
რუსეთის და ჩინეთის ფაქტორები და ვილაპარაკოთ შემდეგში. რუსეთს გამოაყდა ძალიან სერიოზული სავაჭრო კოზირი ამერიკასთან, ახლა ირანის დასუსტებით. ბატონო. ძალიან სერიოზული თემა. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში შაჰიდებს რო უშვებდა თავისთან, მისცა ტექნოლოგია გერან 2 ესეთი და მისცა და ჩრდილოეთ კორეაში აკეთებს. კი, მაგრამ აი მე რეგიონალური კუთხით უყურებ გარეაქტორების გავლენებს და ძალიან საინტერესოა. მან აზიის მაგნატურში სირიის და ირანის აი ამ პრობლემის მერე აქციები ეცემა რუსებს. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან მალე აგერ აქ არის მუბრძანებული დავით ქართველიშვილი გვეყოლება. რეკლამა. კიდევ ერთხელ სალამი მეგობრებო და ბატონი დავით ქართველიშვილი არის ჩვენი განაცემის სტუმარი. მეგობრებო, მე მინდა მაინც ჩვენი სამეზობლოდან დავიწყო. საქართველოს რა ემუქრება, საქართველო რა საფრთხის წინაშე დგება, ახლოს არის ეს ყოველივე. ამაზე მინდა შენ შემოდა თუ გელაპარაკო და დავიწყოთ საუბარი. ისრაელ-ირანის ომის ფონზე. კი ბატონო. საქართველოს და სამხრეთ კავკასია, რა თქმა უნდა, შავშია თავისი იმ საერთაშორისო პროექტებით, იმ უამრავ ინვესტიციებით, უკვე ჩადებული მილიარდებით, უკვე აშენებული იმ შრალი პორტი იქნება თუ სველი პორტი რო უნდა აშენდეს ანაკლიაში თავისი რკინიგზით, თავისი ტვირთგამტარობით, იმით რომ უხანიდან პირველი სერიოზული ეშელონი წამოვიდა ჩინეთიდან და უამრავი წამოვა კიდე. ეს არის პრობლემის ქვეშ. ეს პირველ რიგში ეს დგება პრობლემის ქვეშ, ეს ერთი. მეორე, გამოდის რომ გარკვეულწილად ის მეორე ომი გინდა რუსეთის წინააღმდეგ იყოს მიმართული და გინდა სამხრეთისკენ იყოს მიმართული, შენ მაინც გინდა არ გინდა შეგეხება. შეგეხება თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ კი ბატონო, მაგრამ აზერბაიჯანი, ნახეთ, აზერბაიჯანი, რომლის მოსახლეობა და ეთნიკური აზერბაიჯანელები ირანის ჩრდილოეთის დიდი ნაწილია და მილიონობით აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ირანში, მიუხედავად ამისა, ამ დღეებში, აი ამ საათებშიც მიმდინარეობს იმ ისრაელის ავია დამშენების, ასე ვთქვათ, მომარაგება იმ ავია, რა ქვია, ნავთობით, რომლითაც მე ფრინდები კი ბატონო. ისრაელის და აზერბაიჯანის მოკავშირეობის თემა. კი ბატონო. ესეც სერიოზული ამბავია, კაი. ქონდათ სამხედრო კავშირი, მაგრამ ქონდათ, ხო და ესეც არ გვეხება, ერთ ზონაში ვართ, ერთ რეგიონში ვართ ჩვენ. რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, აი ამ პირველი 24 საათიც არ გასულა, ხო? გარდა სამხედრო კომპონენტისა, მე მაგალითად ვხედავ სერიოზულ სპეცსამსახურების მუშაობას. არა, ეგ ვერ დაუკარგავ რა. მუშაობას და წლების განმავლობაში ეს მუშაობა ეხებოდა როგორც პოლიტიკურ მიმართულებას, დარწმუნებული ვარ ამაში, ასევე სამხედრო მიმართულებას. პოლიტიკურ მიმართულებაში გულისხმობ იმას, რომ არსებობს, გინდა არ გინდა არსებობს საკმაოდ უკმაყოფილო ოპოზიციას ვერ დავაქმებ, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა და სტუდენტობა უკმაყოფილოა. ირანში, როდესაც ამ გოგონასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, მაშინ დიდი ძალისხმევა დასჭირდა ირანს, რომ ეს ჩაეხშო ეს უკმაყოფილო. და ეხლა ჩანს თვალნათლივ ჩანს ის, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა მთავარი დედა ამოცანა კონდეს სწორედ პოლიტიკური და ჩანაცვლდეს როგორც ამას ნატოლობენ წლების 10 წლების განმავლობაში ის რეჟიმი რომელიც მაგრამ ირანის არევა და იქ ერაყიზაცია ირანის ეს არ არის მარტივი საქმე და მართლა პრობლემაა ისრაელისთვის მათ შორის. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ ესეც შეიძლება მოხდეს რომ ირანმა სამხედრო პირდაპირი ადეკვატური და სამხედრო თვალსაზრისით გამართული წესებით ვერ უპასუხოს, მაგრამ მქონდეს საშუალება რომ მოამზადოს 1000 ფანატიკოსი. შეუძლია, მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე რას, აი ახლა 100,000 ადამიანი გამოვიდა პროტესტის ნიშნად, ხო, თეირანის ქუჩებში. კი ბატონო. რომლებიც ერთის მხრივ მთელი ამ წლების განმავლობაში მაგრად ამაყობენ იმით, რომ მიუხედავად 1000-ნაირი სანქციებისა, ისინი მედგრად დგანან დასავლეთის წინააღმდეგ რეგიონში და ყველაზე მაგრები არიან, ნუ ესე გონიათ. მაგრამ აი ეს მოტივაცია, ამ მოტივაციამ შეიძლება სხვა ნიშანი მიიღოს 180 გრადუსიანი და მეუბრუნდნენ იმ ჰამენეის, ასე ვთქვათ, რეზიდენციას და დაადანაშაულონ ის აი რაღაც ღალატში, უსუსურობაში, სისუსტეში
იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვახსოვს პრეზიდენტი აუფეთქეს, აუფეთქეს, ახლა ბოლომდე ამას მაინც რეალურად ეგრეა, ხომ? ხესირის უფროსი, ორი უფროსი მოუკლეს. ხეზბოლას ისინი ლიდერები ერთი თეირანში დაბრიდეს, მეორე ბეირუთში დაბრიდეს, ეს ყველაფერი, ხომ? ამ ყველაფერს ხომ ხედავთ? ეხლა გენშტაბის უფროსი. და რა, საპასუხოდ რა, დრონები ააფრინა თელ-ავივზე, ის იყო სასაცილო პასუხი, ხომ? და თუ ესე აპირებს პასუხის გაცემას, აი ეს მუხტი ახალგაზრდობაში, ხომ? იმ პატრიოტულად განწყობილ ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა, შემოუბრუნდება რასაც უკრაინელები ჩალიჩობენ რუსეთში. რა თქმა უნდა და მაგრამ აქ იქ სხვა სიტუაცია. რა თქმა უნდა და ირანისთვის ზელენსკი ეგრეთ წოდებული მომზადებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ამერიკაში რა. თავი გამოყვეს ისეთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ირანის როუხანი, როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ინგლისურენოვანი და ლიბერალი ზარიფი და როგორც არის უკანასკნელი შახის ვაჟი 64 წლის რეზა ფახლევი, რომელმაც ყველას გაახსენა თავისი თავი ამერიკიდან, ამერიკის მოქალაქეა, რომ ნუ გეშინიათ, მე აქავა ირანელებო, მე თქვენს აი ამ ირანულ თვითმყოფადობას და სპარსულს, აი ამ სიამაყეს ავაღოძინებ, ხო ხედავთ რა დღეში ჩაგაგდოთ აი ამ მართლმა რეჟიმმა. ამიტომ ეს ყველაფერი ჩანს. იყო ნეთანიახუ პირდაპირ ამბობდა ხუთშაბათს, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ასე შემდეგ. ის საბაბი რომ თითქოს რაღაც იმ კონსორციუმს არ უერთდება ირანი, რომელშიც საუდის არაბეთი შედის და საემირო არაბეთის აი ამ ერთობლივად მუშაობის თვალსაზრისით იმ ბირთვულ პროგრამაზე, ეს არის მხოლოდ საბაბი. ეს არავის არ აინტერესებს ამ ეტაპზე. ჩატარდა ხოშიანი სპეცოპერაცია, გარდა სამხედრო კომპონენტისა, ხასუსვა, რომელმაც გაანადგურა ამ ისლამური რევოლუციის დარაჯების კორპუსების ფაქტიურად მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა, ეს გაკეთდა ქვეყნის შიგნიდან, გაკეთდა იგივე დაახლოებით იგივე ოპერაციის მეშვეობით, რაც აბლაბუდას სახელით შევიდა უკვე ისტორიაში და ეს გაკეთდა, რა თქმა უნდა, ირანში არსებული აგენტურის მეშვეობით, ხომ? რომლებიც წლების განმავლობაში დღეს და გუშინ წინ არ იყვნენ გადმობირებულები და ეს ყველაფერი მართლა მზადდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხომ? საქართველოს სერიოზულ შარში იქნება, თუკი ჩვენი სპეცსამსახურები ხაზს უსვაო. არ გააძლიერებენ მუშაობას იგივე საიმიგრაციო წრეებში. ჩვენ ძალიან კარგია რომ კანონი უკაცდება. კი, ძალიან კარგია. ძალიან მაგარია. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად გვახსოვს შარშან თებერვალში თუ არ ვცდები უკრაინიდან უკრაინული ნომრებით მიკროავტობუსი რომ შემოვიდა და ნაწილი აქ დატოვეს თურმე და ნაწილი რუსეთში უნდა გადასულიყო და აღკვეთეს რა ის ასაფეთქებლად ემზადებოდნენ საერთოდ არავინ არ იცის სათევზაოდ არ მიდიოდა არა მილსადენები გადის რკინიგზა გადის ხიდი გადის და აი რა სწორი არის აი ფიქრობდი რომ აი კიდევ რას უკავშირდება აი ამ უკონტროლო იმიგრაციის შეზღუდვა ბინარზე რომ გამოვიდა ძალიან კარგად ილაპარაკა ბევრ ამაზე მათ შორის ამაზეც რომ ეს კანონით აღჭურვილი იქნება გაძევების და დეპორტაციის კანონი გავამკაცრეთ და ანუ ეს რა თქმა უნდა სპეცსამსახურების რეკომენდაცია იყო და კარგია რომ ამ ხრივ მე მაგალითად არ მაქვს მიზეზი და ობიექტურადაც ასეა რომ სპეცსამსახურები ჩვენი დავადანაშაულო რომ არ მუშაობენ ძალიან კარგად მუშაობენ ძალიან კარგად. ეხლა უბრალოდ ერთი ისა რომ აი ეს აკაცუკები რომ ურევენ აქ ეს საქმეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აფუჭებენო ვერ ვიტყვი ძალიან ტუცები არიან მაგრამ რესურსების გადანაწილება ხო ფუჭი მიმართულებები ხო მართლა ფუჭი მიმართულებები და რესურსი ხო ისიც ძალიან ცუდია ამასაც უნდა შევეხო როდესაც საიმიგრაციო პოლიტიკას ხომ ჩვენ ზოგიერთი ექსპერტი რაღაც არმაგედონის დონეზე აყავს და პრობლემას წარმოსახავს. საიმიგრაციო პრობლემა საქართველოში არ არის, ხაზი მინდა გავუსვა. საიმიგრაციო თემა, რომელსაც ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში და საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. შეიძლება მე პრობლემა იქნეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს კანონი არ ქონდა თურმე კანონი, იცი? კი ბატონო, კი. და საქართველოს არ იყო მიჩვეული ამდენ ემიგრანტს. ძირითადად აქედან მიდიოდნენ. ეხლა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდა, ძალიან ბევრ საქმეს უცხოელები აკეთებს ისეც, რომ ქართველი არ აკეთებს, ვერ აკეთებს, ამ მნიშვნელობა აქვს და გაჩნდა რა ბიზნესის მოთხოვნილება, რომ ეს ემიგრანტები აიყვანო.
ინდოელი კურიერების ამბავი ანილოდად არის. კი ბატონო. ეხლა უამრავ ქვეყანაში ისრაელმა უკვე შეწყვიტა თავისი საელჩოების ფუნქციონირება. საქართველოში, თბილისშიც ეს საელჩო უნდა აყვანილი იყოს ჩვენი სპეცსამსახურების. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ, როგორც მინიმუმ და ყველა ის აიმიგრაციო ჯგუფები, ეთნიკური მოწყვლადი ჯგუფები, რისკ მატარებელი ჯგუფები, უნდა იყვნენ აყვანილი კონტროლის ქვეშ რა. იმიტომ რომ სულ სხვა მესამე ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეიძლება ამოქმედოს მაშინ და არა ისრაელის და ძალიან ბევრია დაინტერესებული იმიტომ აქ ოღონდ რაღაცა აფეთქდეს ნებისმიერი კუთხით რა ნებისმიერი საბაბით და ჩვენ ვიცით ჩვენ დაუძინებელი მეგობრების კი ბატონო ვინ არიან ისინი ჩვენ დაუძინებელი მეგობრების საბაბი კი ბატონო შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვიყოთ და ვემზადებით და დარწმუნებული ვარ მომემზადებით და კარგად შევხვდებით ამ გამოწვევას სახელმწიფო რომ კარგად ხვდება ამ გამოწვევას ის არის რომ როგორც იქნა ჯერჯერობით ჩემთვის მე რადიკალური კაცი ვარ არასაკმარისად მაგრამ მაგასაც მივახცევთ გამკაცრდა მიდგომა აი ამ მაიმუნებისადმი რა კი ეს აუცილებელია ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე რომ მთელი კომპონენტში იმის ფონზე რაც ხდება დღეს ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში ხო ჩვენ მთელი კომპონენტში ამერიკის კანონმდებლობასაც კი გავასწარით იმიტომ რომ მთელ რაღაც აი ამ წერტილოვნად მივიღეთ ან გავამკაცრეთ უკვე არსებული კანონი იმ კუთხით რომ არ დაუშვათ ის რასთანაც აქვთ ახლა საქმე იმად ვისი წარმომადგენელი მეთიუ მილერი დღეში ორჯერ დილით და საღამოს მოძღვრავდა და ასე იგი გვასწავლიდა რას ნიშნავს დემოკრატიის უკუსვა და რა არის ადამიანის უფლებების დაცვა ხომ ეს ერთი მეორე ჩვენ ეხლა ამერიკიდან უნდა გადმოვიღოთ ის რომ კანონი კი მიღებული გვაქვს მაგრამ მოდი რა კანონის აღსრულებას ზედ მივწევნით ზუსტად ისე მიუდგეთ როგორც ამას აკეთებენ ამერიკელი პოლიციელები და ამერიკის სასამართლო რა საკმაოდ ხისტად საკმაოდ დაუნდობლად და უკომპრომისოდ აკეთებენ ყველაფერს რაც გაწერილი აქვს კანონში ყოველგვარი იმის გარეშე რომ ეს ჩვენ ხო ქართველები ვართ ეს ხომ ბავშვია და ეს ხომ ბებია უყურებს და რაღაცა ნიანგის ცრემლებს ღურიან იქ სადაც სახელმწიფო დილიდან საღამომდე აფრთხილებს არ გააკეთოთ ის რაც უკვე დასჯადია ნუაყვებით იმათ ვინც სოლოებშია შემძვალი და თქვენი შვილები და შვილიშვილები აგერ ფარად აყავთ გამოყვანილი დღესაც ხომ რუსთაველი იქნება თუ სხვა წერტილები სასამართლოებთან და ასე შემდეგ მით უმეტეს რომ ყველამ დაინახა ამათი დაცვის თავი არავის არ აქვს არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რომლის ელჩი პენსიაზე გავიდა და ფაქტიურად პონტოელი პილატესი არ იყოს ხელების დამებანია ყველაფერი და არც არავინ რა ევროკავშირი იქნება მეთიუ მილერიც კი აღარ აყავთ რომელიც ამათ დაიცავს ან აი ამ პრობლემები აქვს იმ ქვეყანებში სხვა აი ხა კიდევ ერთი პრობლემა და თავსატეხი გაუჩნდათ რა ხდება ლოს-ანჯელესში ეს ამბავი მე შეიძლება გადაედოს ტეხას იქ ტყუილად მექსიკის დროშა კი არ ფრიალებს მექსიკის ხელისუფლებამ მხარდაჭერა გამოუცხადა თავის თანამემამულებს რომლებიც იქ ცხოვრობენ მექსიკის დროშა ფრიალებს ბანდების ხელში ეს არ არის ეგრე მარტივად. როდესაც ჩვენთან არეულობისთვის ხომ 2 წლის წინ, 3 წლის წინ საზაფხულო ბანაკებში, პოლონეთში ხომ ამზადებდნენ აი ამ ზონდერებს, მსროლელებს ამ მოლოტოვის კოქტეილებისა, იქ არ არის საჭირო ახალი რაღაცა ჯგუფები კასტინგი გამოაცხადო. კარტელები, მაფიოზური კარტელები აქვს პირდაპირ ჩართული აი ამ საქმეში, რა. ეს რომლებიც ნარკოტრაფიკით და ადამიანების გატაცებით იყვნენ დაკავებული მთელი წლების განმავლობაში. 2 დღეში ერთხელ მაგ ლოს-ანჯელესთან, ჩემს მეგობრებთან, ნათესავებთან სატელეფონო საუბრები. ესე იგი, ომია, ხო? ომია, მაგრამ წარმოიდგინე. გუბერნატორი ტრამპის წინააღმდეგ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანი და მისგან აკეთებენ ახლა ძერწავენ დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერს, იმიტომ რომ ფორმალურმა ლიდერებმა ბაიდენი და კამილა ჰარისი ჩაყვინთეს ჯერ კიდევ როდის. და ეხლა ამისგან აკეთებენ აი ამ მებრძოლის ფიგურას, რომელსაც უნდა გაყვეს 2028 წლის ალბათ სავარაუდოდ დემოკრატიული პარტიის, ასე ვთქვათ, ელექტორატი. აი ხა ინფორმაციაა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ირანმა გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. ნახოთ, რამდენი რაკეტაა შევხედოთ როგორ. კი, ნახოთ, რამდენი რაკეტაა. შენ სწორედ თქვი, იმიტომ რომ კი შეიძლება რა. არ ვიცი, უკანასკნელი 3 გაუშვეს.
თუ 10-დან რაღაც რაკეტები აქვთ. რა თქმა უნდა აქვთ. რაღაც სახელებიც აქვთ. ეგ 1000-მდე რაკეტაა. თუნდაც 500 ბალისტიკური რაკეტა პრობლემაა. მაგრამ ნუ რა ვიცი, ნუ მართლაც ეპატარავება ისრაელის თქვა კილომეტრაჟი კვადრატულებში გადაყვანილი ხომ? იმიტომ რომ იარაღი ისრაელს ექნება იმდენი, რამდენიც საჭიროა ისრაელს. ამერიკა მიაწვდის. კი ბატონო. ამერიკა მიაწვდის ყოველთვის. კი ბატონო. დიდი მადლობა ჩემო კარგო. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. გოგა ხაინდრავა გეწევა რეკლამის შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ირანმა და თელ-ავივში დარტყმის ქვეშ არის. როგორც ეხლა გამოაცხადეს ერთმა რაკეტამ თელ-ავივის ცენტრში აფეთქდა. კი ბატონო, ხო, რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს თავდაცვის ძალიან კარგი სისტემები, მაგრამ ბალისტიკური რაკეტა დრონი არ არის და ძალიან სწრაფად ეშვება ბალისტიკური, იმიტომ ქვია, რომ ადის ძალიან მაღლა და იქ უკვე ვარდნის ტრაექტორია ისეთია, რომ ძრავებიც კი არ შეიძლება კინეტიკური ენერგიას იმდენს ამითარებს, რომ ძალიან რთულია მისი გადაჭერა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიჩქარით ყოფნავს. მოკლედ გიზგიზებს გარშემო ჩვენი ჭკუისა და ჩვენი ხელისუფლების ჭკუის გამო ჯერჯერობით კი არა და ღმერთ მაქნას სულ ასე არ გვემუქრება პირდაპირ საფრთხე, მაგრამ საფრთხეები იზრდება. მოდი აბა ვილაპარაკოთ. მადლობა დაპატეჟებისთვის. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია. აი ამ პოლიტიკურმა შიზოფრენიამ, რომლის მოწვენიც ვართ უკანასკნელი წლების მანძილზე, ამ ევროატლანტიკური სივრცის კრახმა სრულმა რა, სადაც ხელისუფლების სათავეში ბეცები არიან აბსოლუტური, არა მარტო ბეცები, არამედ ბოროტე მოქმედებიც კი, თავის აპოგეის მიაღწია, იმიტომ ის რაც მოხდა გუშინ, ამის ნათელი მაგალითია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად აქ იმით რა ქვია, სარკაზმით დღის წესრიგში კითხვებს აყენებდნენ, რა არის deep state-ი, რა არის ომის პარტია და ასე შემდეგ. აი მინდა ამ მაგალითზე ჩვენ საზოგადოებას მიმართო და უთხრა. აი ეს deep state არის და ეს ოლიგარქიული ოჯახები არიან ისინი, ვინც ისრაელიც კი გაწირეს. ისრაელიც კი ჩართეს იმ ბოროტებაში, რასაც მსოფლიო ომის გაღვივება ქვია. რასაც ითხოვდნენ ჩვენგან, რაც განახორციელეს უკრაინაში, რაც ხდება გაზაში. ეს არაფერი შემთხვევითი არ არის. ყველაფერი კანონზომიერია. და ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ ისრაელიც კი, საიდანაც წარმოშობით არიან ამ ოჯახების პრაქტიკულად მთელი ოჯახები, ისრაელიც კი გაწირეს, იმიტომ რომ ის რაც მოხდა გამთენიასას, თუ შეიძლება ეს არა ქვია. ეს არის ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ხო? All of Israel is under fire as Iran fire project. ანუ მთელი ისრაელი არის დარტყმის ქვეშ. აი, ხო. თელ-ავივში ისმოდა აფეთქების იერუსალიმის დაბომბვა, მეგობრებო. აი, თელ-ავივი გასაგებია, იერუსალიმში როგორ არის? იერუსალიმში როგორ უნდა დაბომბვა? მე არ ვიცი, იმიტომ რომ იერუსალიმი როგორი ქალაქია, ხო არ ნაკობია. თან ერთმესამედში არაბები ცხოვრობენ. იმიტომაც ვამბობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, რაზე არის წამსვლელი ეს ომის პარტია, ეს deep state. ისევ მეორე და მინდა რომ კარგად გავიაზროთ ჩვენმა საზოგადოებამ, რას ვართ გადარჩენილები და რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა 17 მაისმა. 17 მაისი არის სიმბოლო იმის, თუ რატო გადარჩა საქართველო და რატო არის დღეს საქართველო კიდობანში. ჩვენ ყველა მორი წელიწადია ზედიზედ ვიხილეთ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისადმი, წარსულისადმი, რწმენისადმი, იმ ფასეულობებისადმი, რაზეც დგას საქართველო. და ისევ ვიმეორებ, სიმბოლო ამის არის 17 მაისი და 17 მაისი არის გადამრჩენი ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი. ეს არის რწმენა და ეს არის უფალი. სხვა არაფერი საქართველოს არ გადაარჩენს და ვერ გადაარჩენს. და ის რისი მოწმენი ჩვენა ვართ, ეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ბირთვული დაპირისპირება რეალურად აქტიურ ფაზაში შევიდა. რა მოხდება ხვალ არავინ არ იცის. თუ გავითვალისწინებთ, რომ
ამ ასე ვთქვათ, მთავარი მოთამაშეები სათავეში აბსოლუტური პოლიტიკური შიზოფრენიკები დგანან, ადვილი საფიქრებელია, რომ შეიძლება ნებისმიერი გაგრძელება კონდეს ამ კონფლიქტს. ხო, გავუშვათ კიდევ ერთი ინფორმაცია. ირანიან ეთიკის მიმდინარეობს, კვლავ მიმდინარეობს, ისევ მიმდინარეობს თავდასხმა, ირანული თავდასხმა, დოუზენს, ანუ ათეულობით რაკეტა გაუშვა ისრაელის წინააღმდეგ ეს ზუსტად 6 წუთის წინ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს. მე მხოლოდ ასეთ ცნობებს გაწვით, რომელიც თვითონ არა დღეს ნეთანიაჰუ გამოვიდა და მთელ ისრაელს გამოუცხადა, ჩვენ უარესისთვის უნდა ვიყოთ მზათო, იმიტომ რომ პრაქტიკულად გარდაუვალეაო ირანის დარტყმა. ირანის თავარ მეჩეთზე აწიეს წითელი დროშა, რაც რეალურად ჯიხადს ნიშნავს. ჯიხადი ეს არ არის მარტო ასე ვთქვათ, ირანის ძალების გამოყენება, ეს ნიშნავს, რომ პროქსი ძალების, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ კაცმა არ იცის იმ, ასე ვთქვათ, არაბული სამყაროს და იმ ისლამური სამყაროს, ვინ შეუერთდება, ვინ არა, უმწვავესი განცხადება ისმის თურქეთიდან. მე არ მახსოვს ესეთი მკაცრე განცხადებები ჩინეთის მხრიდან, როგორც ამ დღევანდელი დღის განმავლობაში 3 განცხადება იყო. პრაქტიკულად წითელი ხაზები არის გადაკვეთილი და ჩვენ ვართ კატასტროფის წინ, სოფლიო კატასტროფის წინაშე დგას სამყარო და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ თუ გავითვალისწინებთ, თქვათ, მერც, მაკრონს, სტარმერს, ასე ვთქვათ, 3 წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც კიევიდან მოდიან და კოკაინს ყნოსავენ იმაში, რა ქვია, მატარებელში, ხო? ნუ ადვილი გასაგებია, რა დღეში არის სოფლიო და განსაკუთრებით ეს ევროატლანტიკური სივრცე, ეგრეთ ანგლო-საქსონური ცივილიზაცია დამთავრდა. ჩვენ ამას ხედავთ და ამის რეციდივები მადლობა ღმერთს ძალიან სუსტი, მაგრამ ჩვენ თვალწინ არის ვერ მოასწრო ასე ვთქვათ გვარამიამ ციხეში შესვლა, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ 27-ვე ქვეყანამ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს საქართველოს გუშინ ტუსკმა რა ილაპარაკა და რა შუაში იყო საქართველო, ხო, იმ ვითარებაში რა, ვთქვათ, პოლონეთის სეიმში რაც ხდებოდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბოროტების არც ვიცი რა დავარქვა, იმიტომ რომ კავშირი, ხო? აი ეს ბიუროკრატების კავშირი, ევროს ბიუროკრატების ბოროტების კავშირი არის პირდაპირ დაპირისპირებული ჩვენ ქვეყანასთან, რას ვერ პატიობს, ვერ პატიობს ღირსებას, ვერ პატიობს დამოუკიდებლობას, ვერ პატიობს სუვერენიტეტს, ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი წარსულიც ვიცით, აწყოს ვიცით და მომავლისთვისაც ვიბძვით ჩვენი მომავლისთვის და ყველანაირად ცდილობენ ამას დაუპირისპირონ ის ბოროტება, რათაც გადაიქცა მთლიანად ეს სივრცე. თუმცა მე მინდა გითხრა, რომ პრინციპში წარმოუდგენელი რამე ხდება, როდესაც უგებთ რა. უგებთ ყველა მიმართულებით. აბა. და ეს ისე ვიმეორებ, ეს ამის სიმბოლო 17 მაისსა მე მესმის, ხა უამრავი ადამიანია შეიძლება ვინც გვისმენს და ეღრიმება, მაგრამ ანიქ რაღაცას სარკასტულად ხო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს რეალობაა, ეს ნამდვილად რეალობაა, ისიც რომ უგებთ, ეგეც რეალობაა, იმიტომ რომ შეხედეთ რა დღეში არის მაგალითად ლატვია. აბა. რომლის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩუსი ამას წინათ გააკეთა განცხადება, როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ დავშორდე ჩემ ოჯახს და გავთხოვდეო და გათხოვდა. ისე იგი ლატვიას ყავს? არა, დღევანდელი. მოქმედი პრეზიდენტი გაუთხოვდა ლატვიას და ზეიმობს მთელი ლატვია. ლატვიაში შენ ვიცი თუ ლიტვაში დადიხარ? მე ლატვიაში ცხოვრობდი წელიწადი და 2 და ლატვია საბჭოთა კავშირის დროს ლატვია იყო ჩვენთვის ყველასთვის უცხოეთი, იმიტომ რომ პრიბალტიკაში რომ ისვენებდი ესტონეთის და პრიბალტიკაში რომ ისვენებდი ლატვიაში ვინც ჩადის ლაპარაკობს უკაცრიელ ქალაქებზე, რომელიც ახალგაზრდობისგან საერთოდ დაიცალა და გაიქცნენ სამუშაოდ ევროპაში. არა, საერთოდ მე მინდა გითხრა ეს მითი, რომ აი ევროკავშირში შესვლა ჩვენ ასე. არა, გაპარტახე. ეს არის აბსოლუტური მითი. იმიტომ რომ ევროკავშირში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ გაართულებს ჩვენ ცხოვრებას. თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი დღეს რეალურად მე გულისხმობ არა ევროპელ ერებს, არა ევროპულ ისტორიას, არა ევროპელ ხალხებს, არამედ ამ ევროს კავშირს, თო ამ ბიუროკრატების ერთობას, ბოროტმოქმედების, მექთამეების გარყვნილი და გადაგვარებული
ესე ვთქვათ ორგანიზაციის, რომელზეც ჩვენ კი არ ვლაპარაკობ, თვითონ ლაპარაკობენ. ვაიდელის გამოსვლა ნახე რა მოისმინე აუცილებლად იმაში რა ქვია ბუნდესტაგში ხო? მოისმინე ფრანგი დეპუტატების გამოსვლა, მოისმინე ბელგია იმაში რა ქვია ნიდერლანდებში რა მოხდა ეხლა როცა ესე იგი იშლება რა, იშლება თვალსა და ხელშუას ფარაჯი ხო, ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ. არა, ის ეხლა ამიტომ ესე იგი ეს მითი რა ევროკავშირის იმის შესახებ და ამ ნატოს ევროპის ზოგადად ხო, ევროკავშირის, არა ევროპის, იმიტომ რომ ევროპაში არის ინგლისის თემაც არ მინდა რომ ყურადღება დაგვრჩეთ. ინგლისი ძალიან ცუდ როლს თამაშობს ეხლა ინგლისი. საკუთარი თავის საქართველოშიც ცუდი როლი თამაშობს. ხო, ცდილობს. ხო ხედავ რა განცხადება გააკეთა. არა, ცდილობს, იმიტომ რომ მაგა თავისი გაჭირვებიათ. იმაში რა ქვია, დიდ ბრიტანეთში სკოლებში ბრიტანული იმისი მოქალაქეების პროცენტი არის 4. კი ბატონო. და ჩრდილოეთ ირლანდიაში რა ხდება, ალბათ უყურებ, ხო? გადაწვეს იქაურობა, გადაბუგეს. ემიგრანტებმა? ერთი კვირაა მიდის, ვერ გააჩერეს. 13 და 14 წლის ორი გოგო გააუპატიურეს და ამას მოყვა დაპირისპირება მე იმათმა უპასუხა. ეხლა ხას ირა დადიოდა ავტომატურად. არა, ირლანდი ხო და მაგას ვიძახი. სრული კრახი არის ამ ცივილიზაციის. და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა დავინახოთ და ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს მითები იმის შესახებ, რომ იქ სადღაც ჩვენ იქ მივდივარ და 30 წლისთვის სად შევალთ. რაც არ იქნებს სიბნელეში. ეხლა ყველაზე საინტერესო რაც ხდება დღეს, რამაც ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად შლის სურათს თელს. რამ დღეშია ეს სამყარო, ხო? რომელისკისაც მიილტვისა ეს ოლეა ტრულაილა პორნოლიბერალური გზის მცველები რო არიან. შენ წარმოიდგინე რა, მე მინდა ალბათ ნახე, იმიტომ რომ ბევრ არხზე იყო გაუშვეს. დესანტისმა ფლორიდის გუბერნატორმა თქვა, რომ თუ დემონსტრანტები ერთი წუთით, შერიფამდე მივალ. გუბერნატორმა, დესანტისმა, ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო რამდენიმე წლის წინ. რომ თუ დემონსტრანტებმა გადაგიღობეს გზაო, თქვენ გაქვთ უფლება რომ დაეტაკოთ და გაიტანოთ ისინიო. ოფიციალურად მიმართა საკუთარ საზოგადოებას. და ფლორიდის ერთ-ერთმა შერიფმა თქვა, რომ თუ შეაფურთხებთო, ან შეურაცხყოფას მიაყენებთო, მაშინ თქვენ ოჯახის წევრებს იპოვით ან ციხეში, ან სამონტყოფოშიო და თუ ქვას ესვრითო, მაშინო ჩვენგან გაიგებთ რომელ სასაფლაოზე არის მათი ხო ნეშტი გდიო. ეხლა შენ პირდაპირ არის მოწოდება. ესე იგი ადამიანი, რომელმაც დაარიგა პირბადეები დააპატიმრეს. ესე იგი გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოაცხადა, რომ ის ვინც ესვრის პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ის არის დაპატიმრებული და მიყენებული აქვს კლელობის მცდელობის მუხლი. კიდე ერთხელ გაუშვებ რა, შენ არ გინახავს. ეს ხდება, როდესაც პოლიცია ასრულებს თავის საქმეს და ქალი მიაძახებს, რომ თქვენს ფიც პატივი ეცით ეს გაცემის დასაწყისში გაუშვი და მოდი რა კიდე ერთხელ გაუშვებ რა. Enjoying yourself? You know, covering everything. Nothing better to do? Honor your oath. How about honor your oath, bitch? How about that? Honor your oath. Oh, there you go. I didn't do nothing. I didn't say nothing. He's supposed to get lost. He's got to go to jail. He goes to jail. Let's go. Put your hands behind your back. Yep. That's right. You go to jail, bro. Big mouth. I'm just watching. I'm watching. I didn't do nothing. Hey, I'm breaking my glass. Party's over, man. I don't have a heart attack. You're fucking pushing me. I'm not resisting. I swear I'm not resisting. I didn't do anything and I'm all wrong. და შევწყვიტეთ და კიდე თქვა რომ თუ თქვენო შეაფურთხებთო პოლიციელსო, მაშინ ჩვენი ლამაზი ძაღლებიო დაგჭამენო. და ეს რეალობაა. ესე იგი ეს არის თბილისის მოვლენების აღწერა არა ამერიკელებს გამოაქვთ განაჩენი იმისთვის რაც ხდებოდა თბილისში. ღიად ამაზე ლაპარაკობს გუბერნატორი, ამაზე ლაპარაკობს გენერალური პროკურორი, ამაზე ლაპარაკობს შერიფი და ასე შემდეგ. ამის მერე აქ საერთოდ უნდა შეწყდეს
ლაპარაკი და ისევ ვიმეორებ რა, რომ ეს სულ ყველაფერი გაწერილია, შეთანხმებულია, ხა გვარამია თავის ფეხით ციხეში არ მივიდო და ოღონდ რა ციხეში მივიდა თუ იცოდი. რუსთავი. რა უნდა იქ პატრონი. არა, იმიტომ რომ ეს მოთა შეთანხმებული იყო, იქ ელოდებოდნენ. არ არის მაგის ადგილი. ხო, სხვა ციხეში სადაც არის მაგის ადგილი. მათ შეასახლეს? მაგის ადგილი იმაშია, რა ქვია, კოდის მეფრილიერების ფაბრიკაში. მე რომ მკითხო, მაგრამ რა მნიშვნელობა რა ციხეა, რუსთავის ციხეა რა. მოიცა ჩვეულებრივ პატიმრებთან მაგას არ შეასახლებდნენ და ხო, მაგას აღარ აქვს ნიშნულობა. საქმე ამაში არ არის. საქმე იმაშია თუ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა, ხო? ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ეს ტრულაილა, ოლაილა, ტრულაილები ვინც არიან პირდაპირ მუშაობენ იმ ძალაზე, რომელსაც უნდა ეს ქვეყანა დაანგრიოს. მაგრამ ეგ არ გამოუვათ. არ ტრულაილებს არ გამოუვათ, არც ოლაილებს არ გამოუვათ, არც ხაზარაძეებს არ გამოუვათ, არც ზურაბიშვილებს. დღეს უბრალოდ უნდა მოგესმინა ეს ნაძირალა რაფინირებული, ეს ბოლშევიკი რა, ეს ნაცისტური ოჯახიდან გამოსული სალომე ზურაბიშვილი რეებს ლაპარაკობდა პრაღაში. უნდა მოგესმინა საქართველოზე. სამშობლოს ეძახი სამხედროს, ხო? ამ ქვეყანას სამშობლოს ეძახა და ხაზარაძესთვისაც სამშობლოა ეს ქვეყანა, ხო? და ბადრი ჯაფარიძესთვის სამშობლოა ეს ქვეყანა. შენ წარმოიდგინე რა, რომელიც იძახის, რომ სინათლის სვეტი ყოფილა ეს მათე. რომელიც პოლიციას უპირისპირდება, არ მნიშვნელობა აქვს, არავით არ მნიშვნელობა, ეგ არის სიმბოლო. შევხედოთ კადრებს. გასაგებია კადრი ყველამ ნახა, მაგრამ ამ კადრებს კი არა, სხვაგან სათხდება რა. ხო, არა, და პასუხი რა, აგერ ხომ მოვისმინეთ რა ნახვა უნდა, აგერ გეუბნებიან პირდაპირ. შეხედე რა ხდება, ისე მოლოტოვის კოქტეილის სროლა გათანაბრებული არის იმისი, რა ქვია, მცდელობასთან, მკვლელობის მცდელობასთან. ამის შესახებ ამერიკის პროკურორმა, გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა. ესე იგი, ესენი არიან მეამბოხეები, მაგათ მე ისეთი შტაბეშტილი რო უსვენ ამას ეხლა ბუნებრივია რომ ყველანი ამაში ვართ ჩართულები ეხლა მით უმეტეს ვისაც პოლიტიკასთან რაღაც ურთიერთობა გვაქვს და დიდი ხანია მოვყვე ხო ისეთი შტაბეშტილება მაქვს რომ თბილისზე ლაპარაკობს უყველა კი ოღონდ ხო ყველა ეს ამერიკელია მაღალჩინოსნები პრეზიდენტი ის რა ქვია კონგრესმენი გუბერნატორი და ასე ერთი ეს ბაცი კუკურო არის ეს ჯო ვილსონი. აი ჯო ვილსონის თანამებრძოლი რო იქნები ხაზარაძე და ჯაფარი. ჯო ვილსონის ამ შიზოფრენიკის ჩამოყალიბებულის რა. წარმოიდგინე, ნუ რა დღეში არის სახელმწიფო, რომ ჯო ვილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. წარმოიდგინე ამერიკის კონგრესში. და კოენი არის კიდე. და ეს გრემი რო არის, ნახე თეატრი თამაში დაიწყო. დღეს გამოაცხადა რომ თამაში დაიწყო. ესე იგი ის რაც ირანში ხდება და ისრაელში არის თამაში მისთვის. და მე ისე ვიმეორებ, როცა ამბობენ, ხო, როცა ამბობენ, რატო დააწყებინეს ისრაელს, რატო დაარტყმევინეს? დაერტყა თვითონ. 12000 კილომეტრში არის ამერიკა, ბევრად უფრო დაცულია, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანაა, ბევრად დიდი შესაძლებლობებია. ირან აგერ არის ყურის ძირში, თან როგორ გარემოცვაშია ისრაელი, წარმოიდგინე, ხო? რატო დაარტყმევინეს ისრაელს? იმიტომ რომ ისრაელიც გაწირეს. რასაც გინდა გაწირავენ, საკუთარ დედას გაწირავენ ისინი, საქართველოზე ლაპარაკი აღარ არის და წირავდნენ კიდეც. და მადლობა 17 მაისმა გადაარჩა, 17 მაისმა აიძულა. რომ აი ამ ქვეყნის სათავეში ყოფილიყო ეს ხელისუფლება 17 მაისს გამოსულმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ეს ხალხი იქნება ეს ხალხი აბარა ეს ხალხი იქნება ხელისუფლების სათავეში და 10 არჩევნებია უკვე ხმას აძლევენ და ფაქტიურად რამდენი წელიწადია ხო 2012 წლიდან 13 წელიწადია რატო იმიტომ რომ ესმოდათ რომ ამ ხალხს იმედი ჰქონდათ რომ ამ ხალხს ჰქონდა იმის შესაძლებლობა რომ იმ უბედურებისგან გადაერჩინათ საქართველოს რისგანაც ისრაელიც ვერ გადარჩა ისრაელიც გაწირეს აი ომის პარტია ვინ არის deep state ეს ბაცი კუკუები რო დარბოდნენ deep state ხო არ გინახიათ ეს მავნებელი მასხარები deep state ხო არ გინახიათ აქ ქუჩაში რა სიმაღლეა რა წონის არის აი რა სიმაღლეა და რა წონისანია ეხა ისრაელში და ირანში ჩანს ეს უკრაინელი ბლოგერის გვერდია შარი ესეთია და მან ეს ვიდეო გაუშვა და მოდი მე გავუშვებ ამ ვიდეოს გაჩვენებთ დარტყმას უკვე ტელავიზზე გავუშვით ეხლა
არა, იქ უბედურება დაიწყო, ნახე. იქ უბედურება დაიწყო ისა შალვა. იქ ნათელია რა, იქ წითელი ზურლი, წითელი ხაზები, ნახე, გადაკვეთილია, ხო? და მუშაობს საერთაშორისო დაცვა, მაგრამ არა, ყველაფერს საზღვარია, ხო და ისევ იმეორებ რა, რატო ხო, ეხლა ნათელია ხა ტრამპი გამოვიდა და თქვა პირდაპირ, აგერო 60 დღე მოგეცითო და ეს 60 დღე არ გამოიყენეთო და აი შედეგიო. ეხლა კიდე ერთ შანსს მოგცემთო. ესე იგი ეს შედეგი რას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ნიუ-იორკში იქ იყო, ამერიკაში იყო მიღებული ამ ისრაელის შეტევის, ხო? და ვინმე ეხლა დამაჯერებს მე მსოფლიოში რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერო ამ თეთრმა სახმა და ტრამპმა არ იცოდნენ რომ ესეთი ოპერაცია მზადდება რომელშიც 200-მა თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა. წარმოგიდგენია რა მასშტაბის ოპერაცია იყო და შიგნიდანაც რამდენი რამე განხორციელდა. ის გენერლები და ის ფიზიკოსები ხო სახლებში მოკლეს. საკუთარ სახლებში ხო? ოჯახებში. ესე იგი წარმოიდგინე და ისე ვიმეორებ რა. აი ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი სურათი იმის, რას გადარჩა საქართველოს. აი ისრაელის 5 რაკეტა მიაღწია მიზანს თელ-ავივის ცენტრალურ უბანში. ეს არის სამთავრობო უბანი. ეს დღეს და ხვალდაზე რა იქნება, კაცმა არ იცის, ხო? ასე რომ ისე ვიმეორებ, მადლობა ღმერთს უნდა უთხრათ და ჩვენ ერთობას და რაც თავარია, უნდა მოვაშოროთ ქუჩას ეს ბოროტმოქმედები რა. კი. უნდა დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ გარშემო ცეცხლი უკიდია სოფლიოს. ჩვენ არა გვაქვს ამდენი რესურსი, რომ ყველაფერს უყუროთ. ამას ბოლო უნდა მოეღოს, აი ამ ოლა ტრულაილების აბსოლუტურად ისტერიულ. როგორც სასამართლოებში, ისე ქუჩებში უნდა მოერჩეს ამ პორნოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებლებს რა. იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ არ აქვს. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს მომდევნო პარასკევს შევხვდებით.